ხა შენ სახელი და გვარი რო შეიცვალო და პლასტიკური ოპერაცია გაიკეთო, ხო? ხა რაც ხარ შიგნით ის იქნები ისე, თუ ამაზე არ იმუშავო. ვამბობ, რომ ერთადერთი ღირებულება, რომელიც არის უცვლელი და ყველა ბრენდისთვის არის ერთი და იგივე, ეს არის ადამიანი. რომ ადამიანს მოექცე ადამიანი. ილია ჭავჭავაძის არ იყო ძალიან ხშირად ვიმეორებ, კაცი ისე გაჭირდა ჩვენ ქვეყანაში, კაცურის დამატება დაჭირდა ვეგან ბავშვებს. მე უბრალოდ გული წდება იმაზე, რომ ქართული ბრენდები მეჩვენება, რომ ნაკლებს ფიქრობენ, რომ დააგროვონ ის კონკურენტული უპირატესობა, აი სანამ ჯერ კიდე აი ძალიან ისეთი ცხოველი კონკურენცია არ იქნა, ძალიან მაგარი არის და ძალიან წინ ვიქნებოდი პირადად მე, თუ ვიქნებოდი ძალიან ნაკითხი ადამიანი. ჩვენა ვართ ქვეყანა რა, აი შექსპირს წერია სადღაც რომ we are the country, ხო და ჩვენ ვართ ქვეყანა რა. ძალიან გაფართოვდა შესაძლებლობები რა და შეიძლება რა ვიცი ზღვის არ მქონე ქვეყანამ შეიძლება ისეთ რაღაცაში გაგიწიოს კონკურენცია წყალთან დაკავშირებით, რომ რავი ახლა საქმენმა შენმან გამოგაჩინეთ რა, ხო, ნათქვამი. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ყველაზე მძლავრი საკომუნიკაციო არხი არის ის შედეგები, რასაც შენ დებ. გამარჯობა, Founders Club-ია ეთერში, ისევ და ისევ. ყავს დღესაც საინტერესო სტუმარი, თუმცა სანამ სტუმარზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტის წარმომადგენია IT სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების პროვაიდერი კომპანია Live Support-ი, რომელიც მყარ საძირკველს ქმნის ბიზნესებისთვის და უზრუნველყოფს მათ შეუფერხებელ და გამართულ მუშაობას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი სპონსორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და დიდი აუდიტორული ქსელის, More Global-ის ქსელის წევრი აუდიტორული და საბუხალტრო კომპანია More ABC. ხოლო ჩვენი სტუმარია ალექს ჩიქოვანი. ალექს ჩიქოვანი არის საქართველოში ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექსპერტი, ეს სიტყვა არ მიყვარს, იმიტომ რომ ცოტა ყალბგასული და მნიშვნელობა დაკარგულია, თუმცა მე რასაც მოусმინე და რაც წავიკითხე შენს შესახებ და შენი დაწერილი, მგონია რომ ძალიან კარგად გესმის ის საქმე, რასაც აკეთებ. და მგონია რომ კარგი საუბარიც გამოგვივა. და ასევე ის არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს Live-ის დამფუძნებელი. როგორია ქართული ბრენდების ჩამრთელობის მდგომარეობა, როგორ შევაფასებთ დღეს, რა გამოწვევებია, რა გვიჭირს, რა გვილხინს და ასე შემდეგ. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა გადავალ მოსვლისთვის. პირდაპირ მაშინ საქმეზე და ვიტყვი, რომ ბრენდინგის როგორც ასეთი ხელსაწყოს დანიშნულების, სტრატეგიული დანიშნულების აღქმა, ცნობიერება სამწუხაროდ ჯერ კიდე ვერ არის სათანადო დონეზე ჩვენ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ამ თემაზე საუბარი მიდის, სწავლება ჯერ კიდე ლევან კობერიძემ დაიწყო 90-იან წლებში ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, რომლისგანაც მე გავიგე სიტყვა ბრენდი და ბრენდინგი რა იყო და ასე შემდეგ. 99 წელს მე გავიგე, მანამდე ლევანი აკეთებდა უკვე ამ ყველაფერს. შემდეგ შემოგვიერთდნენ სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის შოთიკო ჩინჩალაძეც, რომელიც არა მარტო ჩემი სტუდენტი, არამედ დიდი ხანი პარტნიორი იყო, ერთად მუშაობდით, ის იყო Live-ის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ხერხემალი და მინდა გითხრათ, რომ ალბათ ხა ყველას მეტნაკლებად მოეხსენება, რომ ლექციის კითხვას რა შემოსავალი შეიძლება გქონდეს, ხო? და შესაბამისად არც მე, არც შოთიკოს, არც ლევანს არ დაგვიზოგავს თავი, ვკითხულობთ ლექციებს, საუბრობთ ამაზე. მე პირადად სადღაც 26 წელია, 25-ზე მეტი ამ თემაში ვარ. თვითონ ცნება ბრენდინგის სიტყვა, ასე ვთქვათ, მეტნაკლები მნიშვნელობა გაცილებით ბევრმა ადამიანმა იცის, რა თქმა უნდა და ასე ვთქვათ, მის მნიშვნელობას ხვდებიან, მაგრამ ხვდებიან მხოლოდ მანამ სანამ საქმეზე მივა. და როდესაც საქმეზე მიდის, ბრენდინგი მოითხოვს ძალიან დიდ მოთმინებას, ექსპერიმენტებს, ძალიან სტრატეგიულ მიდგომასაც ალბათ. ხო, ეს არის რა სტრატეგიული მოთმინება არის სტრატეგიული მიდგომა, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან ეჩქარებათ ხოლმე, რომ აი იდეა მომივიდა და ბაზარზე უნდა გავარდე და ესე არ ხდება. ამას ბევრი ფიქრი უნდა,
უნდა კარგად ჩამოიყალიბო შენ თავში. იდეა არის თქვა ისთვის არსებობ, რატო არსებობ. ეს იდეა შეიძლება თავში კარგად ჟღერდეს ფურცელზე რომ გადმოიტან. არ ვარგოდეს და დასამუშავებელი იყოს ან საერთოდ გადასაგდები იყოს. მაგრამ რაღაცა ის ჩვეულებრივი ადამიანური ამბებია. ეხლა ჩემი ფილოსოფია ბრენდინგისა რომ ბრენდი არის ადამიანი, ხო? და აი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, იგივე ხდება. ცოცხალი ორგანიზმი. ხო, ზოგი ვერც თმობს ამ იმას, რაღაც შეყვარებულია თავის იდეაზე და ვერ არის ისეთი, მაგრამ მაინც გავარდება და ასე შემდეგ, ხო? და რაც თავარია, თანმიმდევრულობა და მუდმივი ძალისხმევა, მუდმივი ინვესტიცია დროის, ენერგიის და რა თქმა უნდა თანხის, იმიტომ რომ ბრენდად გადაქცევა არ ხდება 24 საათში, ერთ თვეში, ერთ წელიწადში და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან გრძელვადიანი მარათონი და მე ესეთი მუდმივ მოქმედი ფრაზა მაქვს სულ, რომ სანამ ხარ საქმეში, ხარ ბრენდინგში. ხო. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ქართული ბრენდები მეტნაკლებად ამას აცნობიერებენ, მაგრამ პირადად მე ვისურვებდი და ეს რა თქმა უნდა, ეხა თუ ვიღაცას კრიტიკულად მოეჩვენება, ილია ჭავჭავაძის არ იყოს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია სამბავში ვიძახი, მართლა არა გვაქვს ჩვენ ეხა უკვე საქმე ისე, იმიტომ თუნდაც ის ბრენდები რაც არსებობს საქართველოს ბაზარზე, ქართული ბრენდები, ადგილობრივი ბრენდები, ეხა დიდად აი ამ რაღაც გლობალურ ბრენდებს, თქვათ იგივე აი არ ვიცი, ნებისმიერი რამით იქნება ეს მათი პროდუქტის თუ მომსახურების ხარისხი და ასე შემდეგ, ეხა დიდად არ ჩამოუვარდებიან. ჩემი აზრით გლობალური ბრენდებიც ცოტა ისე რაღაცნაირად ისეთებიც ვეღარ არიან, როგორებიც იყვნენ, რა თქმა უნდა არის ძალიან მაგრები, მაგრამ მასიურად და ჩემი ციტატა, რომელიც შენ ამოიკითხე, იყო Starbucks-ის შემოსვლასთან დაკავშირებით. ხო, და ეხა აი მარტო ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ნამდვილად არაფერი არ გვაქვს ჩვენ საიმისო, რომ ეხა გინდა თუ არა, რომ ეს იყოს, რომ Starbucks-ის უკან დგას იგივე რაღაც საკვები, ყავა, ესა, ისა რაღაცეები. რაც აქ არანაკლებია, მაგრამ Starbucks ესა რაღაცა მითიური არსება, რომელიც ადრე სადღაც არსებობდა და ჩვენ გაგონილი გვქონდა ვიღაცა ამერიკაში მიდიოდა და პირველად ნახულობდა ესეთ რაღაცას და კი მეც ვოცნებობდი რომ იქნება ესეთი ბრენდები აქ იყო, მაგრამ დღეს ეს რაც მაშინ ქონდა ნანახი და რაღაცას უყურებთ, ეს აქ არის უკვე რა. ხო, არ ვიცი ხა თქვენი გადაცემის წესები როგორია, მაგრამ ეხა აღარ ჩამოვთვლი ხა იმ ქსელებს, თქვაც რაც არის ქართული ქსელები, რომელიც შექმნილია, რომელიც მომხმარებელიც მეც ვარ და რა ვიცი ხა ასე ბევრი საყვედური ამ პრეტენზია მაქვს თქო, რო გითხრათ, მოგატყუებთ ნამდვილად. მაგრამ აი Starbucks-ი მაინც თემაა, იმიტომ რომ საერთაშორისო ასე ვთქვათ ბრენდია, რაღაცა ემოციის მატარებელია. პლუს ამას ახლა ვინც ამ დარგშია მით უმეტეს ნებისმიერ მარკეტინგის და ბრენდინგის წიგში ერთი მაგალითი მაინც кейს რო ეძახიან არის ხოლმე და ნახსენები ეს. Starbucks-მა შემოიტანა დასაწყისი იყო ძალიან მაგარი, ეს იტალიური ყავის მოხმარების კულტურა შეიტანა ამერიკაში, ეს იყო ადგილი, სადაც უნდა დამჯდარი ყავი გესაუბრა და სხვათა შორის ეგრეთ წოდებული გვერდითი ეფექტებიც გამოიწვია Starbucks-ის გამოჩენამ, ეს Starbucks-ის ობიექტები გახდა ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს გაიცნობდნენ, საუბრობდნენ, ასე ვთქვათ. და მისი დამფუძნებელი თავიდანვე და დღემდე იძახის, რომ ჩვენ ვყიდით ყავის მის კულტურას და არა ყავას თვითონ. ხვდებით? აი ეს რაღაც ის არის, მაგრამ რამოდენიმეჯერ მაგრა დაურიეს, სხვათა შორის ალბიცი შოთა მახსენათ თუ არა, ჩვენ ყავს მეგობარი სტრატეგი, დიდი ამერიკელი სპეციალისტი მარტინ ეიმეიერი, რომელიც ძალიან ერჩოდა Starbucks და საფუძვლიანათაც აკრიტიკებდა საკმაოდ, იმიტომ დაამატეს უამრავი რაღაც მერჩს რო ეძახიან რაღაცა და ცოტა აირდაირია ბრენდი. საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი მოვლენაა თვითონ ქვეყნისთვის, როგორც ასეთი, მაგრამ იმიჯისთვის. ხო, იმიჯისთვის, იმისთვის, რომ აქ რაღაც ესე ხდება, რომ ის შემოვიდა, მაგრამ ჯერ ესეთი ვის შემოყავს ერთია, თვითონ შემოდის მეორეა, მაგრამ მესამეა, რომ არის თუ არა ეს მოლოდინი მომხმარებლისგან, რომ აი არიქა და გინდა თუ არა, იმიტომ რომ თუ ხა არა გვაქვს შეზღუდვები, ვიტყვი, რომ არც არავის ჩამოუვარდება იგივე ანტრე, იგივე ლუკა პოლარე, იგივე სკაჯუს ბარი, ხო ხვდებით და ასე შემდეგ რა. რომლებსაც შეუძლიათ დაგასპონსორონ. ხო, რომლებსაც შეუძლიათ დაგასპონსორონ, ხო, და შესაბამისად რაღაც აი ეს ემოციური ნაწილი აკლია, ხვდებით? ეხლა Starbucks-თან შედარებით ახალგაზრდები არიან, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ Starbucks-ი ერთი 50 წლის მაინც არის, ხო, იმიტომ აი ეს ბრენდის ეს არის. ხო და სამწუხაროდ დღეს ვინც არიან, ვინც ჩანან, ხო, აი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რო ვთქვათ,
ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდე არ არის ჯანსაღი კონკურენცია, ჩემი აზრით რა. ანუ ინგლისურად არის ორნაირი სიტყვა, ერთი არის competition, მეორე არის rivalry რა. ანუ აი ქიშპობა უფროა. ვიდრე ხო, იმიტომ რომ აი არ არის საკმარისი რაოდენობა, საკმარისი აი ეს ბრძოლა მომხმარებლისთვის ხვდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ალბათ რა ვიცი ხა თუ მთლად არ დაირია მსოფლიო და ამას არ მიყვან ჩვენი ქვეყანა, შეიძლება აქამდე მივიდეთ რა. ხანდახან როცა მე პრეტენზიები მაქვს, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ჯერ ესეთი დამოუკიდებლობა სულ რაღაც 30 წელია გვაქვს და ეს ბრენდები კიდევ უფრო ახალგაზრდები არიან, ხო? ეხლა რამდენი ეგეც არის ალბათ, ხო, ერთ-ერთი განმაპირობებელი. კი, ხო, ამას წლები უნდა რა და ასე შემდეგ, მაგრამ მე უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ ქართული ბრენდები მეჩვენება, რომ ნაკლებს ფიქრობენ, რომ დააგროვონ ის კონკურენტული უპირატესობა, აი სანამ ჯერ კიდე აი ძალიან ესეთი ცხოველი კონკურენცია არ იქნა და შექმნან ემოცია, იმიტომ რომ ამას უნდა ცოტა სხვანაირი ტვინწყობა, როგორც მე ვთარგმნე მაინდსეტი, ბრენდალიტეტს ვეძახი მე ამას, რომ სანამ თუნდაც არ ყავს ბევრი კონკურენტი, თქვათ, ან სანამ ეს კონკურენცია ძლიერი არ არის, აი დრო იხელთო და შენ მაინც იზრუნო, იფიქრო ადამიანებზე, შემოხმარებაზე და აგროვო ეს ემოციები, რაც დგას ესე იგი თავარი პრობლემა ეს არის, რომ ემოციის შექმნას ბრენდი ხო რეალურად ძირითადი ალბათ ერთ-ერთი მთავარი რასაც ბრენდი აკეთებს არის ემოციის გამოწვევა რაღაც ხო? აი ბრენდი ხდები მაშინ, როცა კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურებას ემატება ემოცია. მანამდე ხარ პროდუქტი და მომსახურება, commodities ეგრეთ წოდებული. ბრენდი არის ის ფენომენი, რაც არის ემოცია, რომელიც ასე ვთქვათ, იქმნება ადამიანების თავში და მე გრძელვადაში ხმე ვიძახი, რომ რეპუტაციაა მეთქი, იმიტომ რომ ემოციასაც მოიცავს რა, ეს რეპუტაცია, რომ ეს არის ზუსტად და რეგულები რა მომხმარებას, ხვდებით? და მოდი მაშინ რადგან ქართულ ბრენდებზე და ქართულ ბაზარზე ვლაპარაკობთ და ასე დავიწყეთ ჩვენი საუბარი. მომხმარებელზეც ვთქვათ, ბრენდები ერთია, გასაგებია რომ შეიძლება ბოლომდე ვერ ახერხებენ ემოციის შექმნას, მაგრამ რა მდგომარეობაა მეორე მხარეს, აი მომხმარებელი გაიზარდა, როგორი მოთხოვნები აქვს, შეიცვალა მისი მოთხოვნები ბრენდებთან მიმართებით თუ არა და ასე შემდეგ. კი, მომხმარებელი ხა მოდი ვთქვათ, რომ ეს კი 90-იანი წლების დასაწყისში მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ხო? მაშინ იყო გასაჭირი რაღაცა უბედურება, ნელ-ნელა მეტნაკლებად რაღაცები დაალაგდა და ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა, ხო მართალია. და შევეხეთ, ნახეთ რა პირადად ის ბრენდები, რომელიც გვსმენოდა და ასე შემდეგ, თუნდაც საბჭოთა დროს რაღაცა აი მითად და ლეგენდად რო ვიცოდით, ეხლა წომა გაგვიჩნდა რა ამ ყველაფერთან და რა თქმა უნდა მომხმარებელს ნანახი აქვს ფიზიკურადაც და ნუ ხა არის სოციალური ქსელები გახსნილია ხო სამყარო და უყურებენ საათ როგორ ანაირად რა ხდება. და რა თქმა უნდა მათ აქვს სურვილი რომ მიიღონ იგივე რაც თქვათ იქით ხდება და ასე შემდეგ. თუმცა მომხმარებლის აღქმებით შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ბრენდი რომელიც მომხმარებელს უყურებს მარტო ხო ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ შენ მე სულ ესე ვეუნები ჩემ დამკვეთებს, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ჩემ დამკვეთებს, სტუდენტებსაც ეს ვეუნები, რომ უკეთესია და მაგარია უფრო, როდესაც შენ ხარ პროაქტიული და არა რეაქტიული. ანუ იქეთ რომ რაღაცა სიახლეებს თავაზო, ფიქრობ ცოტა 3-4 წლით იქით და ასე შემდეგ და აკვირდები მუდმივად ბაზარს. აკვირდები რას? იკვლევა რა, აკვირდები, იმიტომ რომ კვლევამ შეიძლება რაღაცები ვერ მოგცეს. თან ეს რასაც აღმოაჩენ დაკვირვებით თუნდაც პროგნოზებით, ეს შემდეგ შენ შეიძლება მომხმარებელს ამაზე ინფორმაცია არ გქონდეს და სწორედ ეს ინფორმაცია უნდა მიიტანა მომხმარებელს. ხო, იცით რა არის, აი მოთხოვნები, მოდი ესე ვთქვათ, მოთხოვნილება პრობლემას რასაც ვეძახით რა, ბაზარზე პრობლემა, ანუ ადამიანებს რა უნდათ არის გაცხადებული და გაუცხადებელი და მინდა გითხრათ რომ ჩემი აზრით გაუცხადებელი უფრო დიდი წილია ვიდრე გაცხადებული, იმიტომ რომ მომხმარებელს რაღაც არ უნახავს, რაღაცა არ უფიქრია ასე შემდეგ, მაგრამ თუ შეთავაზებ რაღაც ნაფიქრს, რა მაგარია, ხო ეხა მოდი ვთქვათ რა, ეხა საერთაშორისო მაგალითები რომ მოვიყვანოთ, Apple რა იყო? ეხა ვის კითხა ჯობსმა, რომ ვთქვათ როგორი უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი და რანაირად, უბრალოდ დააკვირდა რაღაცეებს, მას ჰქონდა თავის ხედვა, რომ ასე უკეთესი იქნება და შესაბამისად შეთავაზა რა ეს ყველაფერი რა ადამიანებს და აღმოჩნდა რომ თურმე iPad-ი რა მაგარია ხო რაღაცა არ არის კომპიუტერი არც პატარა ტელეფონით რაღაცა მაგარი რამეა რაღაც კონკრეტული დანიშნულებით ისა
იგივე iPod-ზე რაც გააკეთა რა, ეხა ეგ პრობლემა Sony-ს ქონდა გადაჭრილი, რომ მუსიკა ამოძრავა, მისი ლეგენდარული PlayStation-ით, ბოდიში Walkman-ით, მაგრამ ამ Walkman-ს მაინც მოყვებოდა რაღაც დისკომფორტები. ხო, კასეტები უნდა გეტარებინა, ეხა შეიძლება ახალგაზრდა თაობის, ჯენზი თაობის ხალხმა ვერც მიხვდეს კასეტა რა არის, ალბათ იკითხავენ, ხო? კასეტები უნდა გეტარებინა, გეცვალა ის კასეტები, ჩაიხვევდა ამ ლენტას რაღაცა და ნუ მაინც იყო რა, ხო? მაგრამ ის პრობლემა რაც გადაჭრა მაშინ Sony-მ, ხო? რას ლაპარაკობ იმასთან შედარებით, სადაც დედამიწა იყო და Jobs-მა აიღო და თქვა, რომ აი ამ პატარა რაღაცა ოთხკუთხე ტიპში, რომელიც ჯინსის ჯიბიდან ამოიღო პრეზენტაციაზე 5000 ეწერა სლაიდზე რა, რომ აი ეს აქ იქნება. ეგ რეალურად ხო განგრძობითი პროცესი არის. ხო, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლია უკეთესი რაღაცის. კი, ხო, ეხლა ვერავინ ვერ ეტყოდა, რომ მოდი რა ერთი რა, ჯიგრულად ამ პატარა რაღაცაში ერთი ბლომად რო ჩაეტიოს, რაღაცები გაგვიკეთეთ რა კვლევისას. ვერ ეტყოდა რა. იმან იცოდა პრობლემა, რომ ადამიანს უნდა რომ თან ატაროს თავისი მუსიკა. მოусმინოს და ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული. ხდებით, ხო? იგივე მოდი ქართული ბრენდი ვახსენოთ, მე ყოველთვის ვახსენებ და ვამბობ ხოლმე, რომ თვალი არ ეცეთ მეთქი რა, ჯერჯერობით კარგად მიდიან, მაგრამ ძალიან ახალგაზრდები არიან. ახლა ვიტყვი რა, აი ერთი კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებას როგორ დაემთხვა უცბად ბრენდის გაჩენა, ხო? ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ვიღაცამ უთხრა SKA Juice Bar-ის შემქმნელს, რომ მოდი შენ მე კალორიები დამითვალე რა. ამ მომენტში მე ვიყავი წონის კონტროლი რაღაც შევედი, ვა, კალორია დათვლი, რა მაგარია, კალკულატორი ამოიღე, ეს სენდვიჩი რა ქვია იმას ბოულს მიუმატე და ამდენი გამომდის და ასე შემდეგ. გადამიწყვიტა პრობლემა და თქვა იგივე პირველადი ემოცია ეგ არის რა, რომ პირველადი საჭიროება. მე რაღაცა ას, მაგრამ აი მე უკვე რა იდეის უკან დგას როგორ რაღაცეები, ჯერჯერობით ესეთი არ არის რა. მაგრამ ეხლა ამას ეს ხო არავის არ უკარნახია მათთვის, ხო? ეხლა რაღაცა სადღაც არ ვიცი მოიფიქრეს როგორანაირად ეს გააკეთეს შევთავაზე, თურმე ძალიან კაი ყოფილა, ხო? შეიძლება ვიღაცა არ აკონტროლებდა, მაგრამ მერე დაიწყო რადგან საშუალება გაჩნდა და ასე შემდეგ. ამიტომ დაუფარა გაუცხადებელი მოთხოვნები არსებობს, ამას უნდა დაკვირვება. დაკვირვება მოდის ბრენდალიტეტიდან, რომ შენ ადამიანებს ცემდე პატივს, იმიტომ რომ გახსოვდეს, რომ შენც მომხმარებელი ხარ შენი ბიზნესის მიღმა და როგორც შენ გინდა მოგექცენ, ისე მოექცე სხვებსაც. გონია თან რომ ეს შენი ბრენდი რაც საკეთებ, პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს რაღაც ღირებულებებს და ამ ღირებულებების გარშემო შემდეგ უკვე უნდა გააერთიანო მომხმარებლები და ბრენდები ღირებულებებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მე ვამბობ, რომ ერთადერთი ღირებულება, რომელიც არის უცვლელი და ყველა ბრენდისთვის არის ერთი და იგივე, ეს არის ადამიანი. რომ ადამიანს მოექცე ადამიანურად. აი ადამიანამდე მივედით და შენ ახსენე რომ ბრენდი არის ცოცხალი ორგანიზმი. რა თქმა უნდა. და დღევანდელ სამყაროში ადამიანები არიან უკვე საკუთარი თავის პროდუქტები, ხო? საკუთარ თავს ყიდიან, საკუთარ ბრენდებს აკეთებენ და ციფრული ტრანსფორმაცია, განვითარება ტექნოლოგიური, სოციალური მედია, ათასგვარი პლატფორმები უკვე ყველანაირ საშუალებას იძლევა ამისა. თუმცა აი ზუსტი განსაზღვრება იმის თუ რა არის პერსონალური ბრენდი შეიძლება მაინც არ ვიცოდეთ. მოდი პირველ რიგში ეგ განსაზღვროთ, რადგან პერსონალურ ბრენდინგზე გადავედით, რა არის პერსონალური ბრენდინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი. მოდი ჯერ თქო მე ვიტყვი იმას, რომ რატო არის ბრენდი ადამიანი და არა მარტო ცოცხალი ორგანიზმი, ეს ადრე ვიძახდი და იმიტომ დავარქვი ლაივი ჩემს აგენტოს, მაგრამ დღეს ვამბობ, რომ ადამიანი, იმიტომ რომ ის არის ადამიანის შექმნილი და მას ადამიანები მართავენ. ანუ მათი საქციელია ბრენდინგი პროცესი უკვე, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს ექმნება, ესე იგი, წარმოდგენა და შთაბეჭდილება და დამახსოვრებული რაღაც ემოცია ბრენდის შესახებ. და ამიტომ არის ადამიანი. ეხლა რაც შეეხება პერსონალურ ბრენდზე თუ საუბრობთ, ხო? პერსონალური ბრენდის დაახლოებით კიდე განმარტება აქვს, რაც ჩვეულებრივ ბრენდს. ეს არის კონკრეტული კომპეტენციის გამო ცნობილი ადამიანი, რომელიც სარგებლობს ესე იგი ხელშესახები ღირებულების შექმნის რეპუტაციით ადამიანებისთვის რა. ეს რას ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ მე ვარ, არ ვიცი, ფინანსური ანალიზის ექსპერტი სიტყვაზე, ხო? წლების განმავლობაში ის რასაც ამბობს, საქმით ამას ამტკიცებს და მას ყავს ბევრი
მადლიერი ადამიანი და ბევრი საუბრობს იმაზე, რომ აი ეს ადამიანი რო იყო ჩვენთან, გაგვიკეთა ფინანსური ანალიზი, სულ სხვანაირად დაგვანახა ჩვენი მდგომარეობა და ამან ჩვენ გვიშველა, დაგვეხმარა და ასე შემდეგ. აი ეს არის პერსონალური ბრენდი. ესე იგი თავარი არის საქმის კეთება, ხო? თუმცა ამ საქმის სიტყვისა და საქმის დამთხევა რა და იმის გაკეთება, რასაც ჩვენ პირდები ადამიანს. თუმცა ამ ადამიანს. საქმეს ხო ისიც ჭირდება, ან მიტანა ხო ჭირდება ადრესატი. კომუნიკაციაც რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი კომუნიკაცია არის როგორ არის იცით საქმენმა შენმან გამოგაჩინონ რა ხო ნათქვამია შესაბამისად საბოლოო ჯამში ყველაზე მძლავრი საკომუნიკაციო არხი არის ის შედეგები რასაც შენდებ და თვითონ ეს არხი კი არა ყველაზე მძლავრი საფუძველი და არხი არის ის ადამიანები ვინც არიან შენი მომსახურებით კმაყოფილი და ისინი საუბრობენ ჩვენ არასოდეს არ დაუჯერებთ საზოგადოდ რეკლამას იმაზე მეტად ვიდრე კონკრეტული ცოცხალი ადამიანის რეკომენდაციას ხო მართალია რა ამას ქვია პირადი რეკომენდაცია ანუ word of mouth ესე ვთქვათ რომ ადამიანები ერთმანეთს იმაშვებიან და რაც უნდა ციფრული ერა იყოს ციფრულ ერაში უამრავი ადამიანია აი ამ სივრცეში ხო და არ ქონია პრობლემა ძალიან ხშირად მე დარწმუნებული ვარ რომ ვინ არჩიო რომელი რა არჩიო ხო ძალიან ბევრია ხო და შესაბამისად მე ეძებ დასტურს რომ უეჭველი აი რო არ შევცდე და მე ვიღაც ახლობლებს მეგობრებს გამოცდილების მქონე ადამიანებს ეუნები ეს არის პერსონალური ბრენდი არის კონკრეტული კომპეტენციის გამო ცნობილი ადამიანი რომელიც რა თქმა უნდა კომუნიკაციას უნდა აწარმოებდეს და ამას რა თქმა უნდა ამყარებს მისი გაკეთებული განსხვავება არის ინფლუენსერსა და პერსონალური ბრენდის ინფლუენსერი შეიძლება იყოს პერსონალური ბრენდი რა თქმა უნდა მაგრამ ინფლუენსერი შეიძლება იყოს ადამიანი რომელიც არის ცნობადი ცნობილი კიდე სხვა რამეა ცნობადი არის სხვა მაგრამ აი კონკრეტული კომპეტენცია აი რაღაც ფოკუსირებული რამოხელე ნაჩალნიკია არ იყოს რა ეს ხო აი ხო არის ცნობადი ადამიანი ბევრია კონკრეტულად რას აკეთებს არ ვიცი ხვდებით და ისე რა ინფლუენსერობაზე და ინფლუენსერებზე ინფლუენსერობა ძალიან საფრთხილო საქმე არის რა და ახლა ჩვენთან საქართველოში მე ვფიქრობ რომ ცოტა არეულ-დარეულია, იმიტომ რომ არ შეიძლება დეგივე ადამიანი ხან ჯანსაღს არეკლამებდეს და ხან არა ჯანსაღს და ხან ალთას და ხან ბალთას, მაგრამ ბაზარი რაღაც პატარა არის, შემოთავაზებები რო არის, აი ამისის ან მოკლევადიანი შემოსავლის ცდუნებას ბევრი ვერ უძლებს რა და საბოლოო ჯამში მე ირევა და როდესაც ბრენდის მშენებლობის ასე ვთქვათ ცნობიერება გაიზრდება და დაიხვეწება ეს ყველაფერი ხო მე თვითონ ბრენდები დაიწყებენ ისეთი ადამიანის ძებნას რომელიც არის თანმიმდევრული ინფლუენსერი და არა ვთქვათ ყველაფერს მოდებული რა თანმიმდევრულობა ალბათ ერთ-ერთი ხო როგორც ყველაფერში ვართ არეულ-დარეულები ჯერჯერობით ამ საკითხში ვართ არეულ-დარეულები შეიძლება ვინმე მოგვისმინოს თუნდაც ინფლუენსერმა თქვას რომ მე ძმაო გადასარევი შემოსავალი მაქვს კი ბატონო მაგრამ საბოლოო ჯამში ბრენდინგი როგორც ბრენდინგის სპეციალისტი მე ყველაფერს უყურებ გძელვადაში იმიტომ რომ სანამ ხარ საქმეში ხარ ბრენდინგში ხო ეს არის ძალიან გძელვადიანი მანატორი და სადღაც წესით დაიბუდგებს ეგ ყველაფერი თუ დაალაგდება და თქო იმ ჭეშმარიტ წესებში მოექცევა რაც რეალურად საქმის კეთებაა მოდი ასე ვთქვათ რა ბრენდინგი არის სტრატეგია თვითონ თავისთავად ახლა ჩვენ ხო არ ვთხოვთ სიტყვას სტრატეგიული ბრენდინგი რომ უბრალოდ ცოტა წონა მიცე და დაანახო ადამიანს ბრენდინგი როგორც ასეთი დისციპლინა ეს არის სტრატეგია რა რომ იცოდე ვინ ხარ რა ხარ რას აკეთებ ვისთვის აკეთებ როგორ აკეთებ ამ ყველაფერს და როგორ უნდა ეკონტაქტო იმ ადამიანებს ვისთვისაც აკეთებ და რა უნდა გააკეთო ეს არის რა და ეს არის არჩევანები და ამ არჩევანების ერთობლიობა არის სტრატეგია და ეგ არის ბრენდინგი რა პერსონალური ბრენდსაც ალბათ ერთ-ერთი განმაპირობებელი მთავარი მახასიათებელი ის არის რომ სტრატეგიის გარეშე შეიძლება რაღაცას ვაზიარებდეთ ხო სოციალურ მედიაში ყველა ვაზიარებთ მაგრამ თუ ამას სტრატეგია არ აქვს ის არ არის პერსონალური თანმიმდევრული ხვდებით ფოკუსირებული აი კომპეტენციის მაგენერირებელი რა ჩემ თავზე გეტყვით არის ხშირად ყოფილა ადრე განსაკუთრებით ბევრი რომ ალექს ბარემ მარკეტინგს ხوار წაიკითხავ ბარემ აქვეა და ბარემ წინა ცხოვრებაში გაყიდვების დირექტორი იყავი და ბარემ გაყიდვებით არა იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ალექსი ჩიქოვანი თუ ვინმეს გახსენებოდა ბრენდინგის გამო ეს არის რა კონკრეტული კომპეტენცია ხვდებით და შესაბამისად ეგ არის და თანმიმდევრული უნდა იყო რა თანმიმდევრული შენი კომპეტენციის ასე ვთქვათ კომუნიკაცია უნდა მოახდინო და
გაცილებით ჯობია რომ ვიღაცას აი ეს კონკრეტული პრობლემა რო ექნება 10-დან 10-ს ან 9-ს ან 8-ს გაახსენდე რომ ეს ამისი ის არის ვიდრე უბრალოდ რაღაცა ინფლუენსერებს ან სპეციალისტებს შორის რაღაცეები ვიღაცებმა გეძებონ რა უფრო ჩაიკარგები რა რაც უფრო მეტად ხარ ფოკუსირებული შენ კომპეტენციაზე მით უფრო ადვილია შენი დამახსოვრება და მე გახსენება როცა ადამიანს საჭიროება დაუდგება არ უნდა მივედმოვედოთ არ უნდა მივედმოვედოთ ხო ეხლა ყველაფერშიკობა ეგრეთ წოდებული ნუ ყველაფერში კი შეგიძლია იყო უკანა ოფისში მოდი ესე ვთქვათ რომ ეძებო ალტერნატიული განსხვავებული და აქამდე წარმოუდგენელი გზები და კავშირები რაღაცეებს შორის რომ მე ეს ყველაფერი გაიტანო წინ და ისევ იმ შენ კომპეტენციას მოახმარო ხო ხდებით რა აი ახალგაზრდა ადამიანები როცა მისვავენ კითხვას რომ აი რა არის კარგი იმისთვის საჭირო რომ კარგი ბრენდის სტრატეგია გამოხვიდე ხო ეხლა მაგალითად ვეუბნები რომ ძალიან მაგარი არის და ძალიან წინ ვიქნებოდი პირადად მე თუ ვიქნებოდი ძალიან ნაკითხი ადამიანი ეს ერთი ხო ეხლა ძალიან ნაკითხი ვერ ვარ ხო თუ მესოდინება რაც შეიძლება ბევრი აი რაღაც ფუნდამენტი ფიზიკის ქიმიის იმის იმიტომ რომ საიდან რა მოვა კაცმა არ იცის ნუ სოციოლოგიაზე ფსიქოლოგიაზე ხო საერთოდ ალაპარაკობ ყველაფერი ხო ტვინამდე დადის რა ხო და ბრენდინგში რა თქმა უნდა ყველაფერში რა საბოლოო ჯამში აი ხა ბრენდინგ მაგ ეგეთი ბრენდინგი ესეთი ტერმინი ასე თქვა შევქმენი გამოსვლაც მაქვს ხოლმე რომ აი რა შვაშია ტვინი შვაში კი არა თავშია პირდაპირ და გადადებით მნიშვნელობით და ეს ტვინწყობა და ბრენდალიტეტი იმიტომ რომ აქედან მოდის ყველაფერი რა ხო ხდებით ხო და აი რაც მეტი გეცოდინება მით უკეთესი რა იქ არ ვიცი მაგრამ გარეთ უნდა გაიტანო კონკრეტული კომპეტენცია მაგრამ აი შენი დაპირებული საქმის შესრულება რაც არის იმას შეიძლება უკნიდან დაახმარო ისეთი რაღაცები რომელიც აქამდე არავის არ გაუკეთებია და თურმე მაგრად მუშაობს რა ხო რადგან ასწავლი ლექტორიც ხარ და ბრენდებს ამ ხელა მნიშვნელობა აქვს რაზეც კიდევ უფრო ვისაუბრებთ ცოტა მერე მაგრამ მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში სოციოლოგიაში ეკონომიკაში ყველაფერში ხო როგორი ბრენდის სტრატეგიები მოდიან ახალი იცით რა ვინ მოდიან არ ვიცი სამწუხაროდ იმიტომ რომ ბრენდის სტრატეგობა მოდით გეტყვით შეიძლება ვიღაცა შემედაოს მაგრამ ეს საერთოდ კონსულტანტობა ცოტა არ არის ახალგაზრდების ტერიტორია რა და კონსულტანტობას რადგან ყველაფერი ტვინიდან მოდის ხო უნდა სხვას რო თავი დავანებოთ რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება ბრენდის კონსულტანტობაზე თუ საუბრობთ მგონია რომ პირადად მე მაგალითად ფიქრობ რომ ის რომ მე საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდი კორპორატიულ მხარეს ანუ არ ვიყავი კონსულტანტი ეს ძალიან მეხმარება იმიტომ რომ ვიცი კომპანია როგორ მუშაობს რა რითი არსებობენ რა პრობლემები შეიძლება შიგნით იყოს რა თქმა უნდა და შესაბამისად მე უკვე ეს შენი ცოდნა გამოცდილებას ამატებ ამ ფორმალურ განათლებას და მე უკვე ასე ვთქვათ ხდები სტრატეგი და კონსულტანტი ანუ შენ რაღაც ნაკეთები უნდა გქონდეს რომ მე ასე ვთქვათ იყო სტრატეგი მარტო თეორიული მაგარი თეორიული ცოდნაც კი ხო არ არის საკმარისი ამ ყველა როგორც ყველაფერში თეორიული როგორც ყველაფერში ხო ანუ და კონკრეტული რაღაც ნაკეთები ამბავი უნდა იყოს რა ხო და შესაბამისად ეხა რა ვიცი არიან რა თქმა უნდა სპეციალისტები რომლებიც ნელ-ნელა ძალას იკრებენ მაგრამ მე ვფიქრობ რომ რა ვიცი ქვეყანას გაცილებით წაადგება თუ ჩემზე და შოთიკოზე და ანუ არსებულ კონსულტანტებზე, სტრატეგებზე უკეთესები წამოვლენ კიდე და უფრო მაგრები. ხო, იმიტომ რომ რეალურად ის ურჩევნია მამულს რა. ქვეყანას ხო ბრენდირება ხო ჭირდება რეალურად. ქვეყანას რო ბრენდირება ჭირდება, მაგას მარტო სპეციალისტები ბრენდირება და მენეჯმენტი სამწუხაროდ ხო, მენეჯმენტიც ჭირდება. ანუ იცი რა არის, ერთხელ ლევანისგან მაქვს მოსმენილი კობერიძისგან, რომ ვიღაცას უთხრა რა, ძალიან მოკლედ. რომ აი ქვეყნის ბრენდინგზე უნდა ვიცოდეთ როგორ ქვეყანას ვაშენებთ. იმიტომ ქვეყნის ბრენდინგი არ არის ქვეყნის შეფუთვა რა, ხვდები? ქვეყნის ბრენდინგი არის ყველაფერი და ქვეყნის ბრენდინგი არ არის ტურიზმის ბრენდინგი. არავითარ შემთხვევაში რა, ესეც ძალიან არასწორად ვიცით, რომ ქვეყნის ბრენდინგი ტურიზმი ცალკე მიმართულება, მაგრამ
თვითონ მთლიანად რა ქვეყანას ვაშენებ, საით მივდივარ. და აქაც ისევ ღირებულებება. რა ემოციებზე რაზე უნდა იმას ვქნათ აქცენტები, ხო? იმიტომ რომ ქვეყნის ბრენდინგი მოიცავს ინვესტორის მოზიდვას, ტალანტის მოზიდვას, მუშახელის მოზიდვას, არ ვიცი, ტურიზმის მოზიდვას, სტუდენტის მოზიდვას და რაც მთავარია და უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ბრენდინგი იწყება ადგილობრივი მოსახლეობით. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ისენი არიან. ჩვენა ვართ ქვეყანა რა, აი შექსპირს უწერია სადღაც რომ we are the country, ხო და ჩვენ ვართ ქვეყანა რა. და ეს არის რომ მე ყველა ერთად რაღაც თანმიმდევრული, რაღაც კონკრეტული რეპუტაციის მქონე ქვეყანა ავაშენო. დღეს როგორი ბრენდი არის საქართველოს? საქართველოს დღეს არის, რა ვიცი. თუ საერთოდ არის ბრენდი ჯერჯერობით. იცით რა, ბრენდი არის ალბათ ჯერ კიდევ ისევ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების თვალში. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, არის ეგეთი ტერმინი არსებობს ბრენდინგში, თვითნაბადი ბრენდი და საქართველოს ალბათ თვითნაბადი ბრენდია, მე რაღაცები ხელით შეუწყეს, რა თქმა უნდა. და ესე იყო ესე ბზიანი საქართველოს რა, ესე ჟღერდა. საბჭოთა ენაზე ეს იყო სოლნიჩნაია გრუზია. და ბზიანი საქართველოს ქვეშ მოიაზრებოდა, რომ ეს არის ადგილი 64, სადაც თბილა, სადაც არის გემრიელი ხილი, ბოსტნეული, კაი საჭმელია, ზღვარი, მთარი, რაღაც შეკრული ამბავი იყო და იმისი არ იყოს ამავით ახლა უცებ ამომივარ და ამერიკელი მწერალი, რომელიც აქ იყო ჩამოსული, დაწერა საქართველოზე, საბჭოთა ხალხიო, ასე ამბობსო, რომ მე რო გარდავიცვლებიო, ნეტა საქართველოში თუ მოხვდებიო რა, 64-ის მაგივრად, ხო? იყო, მაგრამ იმის მერე დაგვეფანტა ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცა გადაცემით, იმით, ამით, ისა უფრო აი ამ ყოფილ საბჭოთა ამბავს ახსოვდა. მსოფლიოსთვის ვინ ვართ, რა ვართ? კაცმა არ იცის, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ 30 წელი ცოტა მეტი არაფერი არ არის როგორც ასეთი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის ბრენდი არ მართულა თანმიმდევრულად. რას გააკეთებდი, რომ ეგ ძალიან რთული სათქმელი. ამას 10 პოდკასტი არ ეყოფა, მე რას შევცვლიდი რა, მაგრამ თავარს ვიტყვი, მე ჩამოვყალიბდებოდი როგორ ქვეყანას ვაშენებთ და ამას მივყვებოდი რა და ამაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს არანაირმა განსხვავებული იმის რა ქვია პოლიტიკური მოსაზრებების თუ სხვადასხვა რაღაცა ძალებმა რა ცივილური ქვეყანა იმას ქვია რომ რაღაცებზე შეთანხმებულები არიან და რა იმის მატარებელიც არ უნდა იყოს ეხა რა ქვია პოლიტიკური ხედვის ისა ხო ამ ქვეყანას ესე აშენებენ რა ეხა მაგალითად რა ხო ყველამ ვიცით ყველაზე ადვე გერმანია უდრის ხარისხს ხო ეხა საიდან შეიქმნა ეს ხარისხი ხო იმიტომ რომ რაღაცა ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა მათი კულტურიდან იმიდან გამომდინარე ეს ყველაფერი რაღაც ესეთი ამბავია ხო აქედან გამომდინარე მე პირველ რიგში გადავწყვეტდი რანაირ ქვეყანას ვაშენებთ და შემდეგ უკვე მივხედავდი ამ ყველაფერს მაგრამ აქ ისეთი ფუნდამენტური საკითხებია გადასაწყვეტი რის გარეშეც არაფერი არ გამოვა რა შეიძლება ის პოლიტიკურის გამო მივიდეს რა ქვია განცხადებები ხო მაგრამ სასამართლო რეფორმა ასე შემდეგ ელემენტარულები რაღაცები გასაკეთებელია და მეერე არის საფიქრალი კონკრეტულად როგორ ქვეყანას ვაშენებთ ამ ჩვენ რეგიონში ვის რითი უწევთ კონკურენციას მსოფლიოსთვის რითი ვართ საინტერესო და ამას მეერე წლები ჭირდება რა და ეს ყველაფერი ვინ უნდა აღასრულოს და ვინ უნდა შეასრულოს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა. ამიტომ პირველ რიგში შიდა მუშაობაა საჭირო იმისთვის რომ ეს მერე გარეთ გამოვიდეს. იმიტომ ბრენდი შიგნიდან გარეთ შენდება. ინდივიდუალური პასუხისმგებლობის და ცნობიერების ამაღლებას. ეს არის სამართავი. ანუ ყველა უნდა გძნობდეს რომ ის თუ რამეა სამართალი არსებობს, სამართალს იპოვის, მას აქვს თვითრეალიზაციის ისა რა ქვია, შესაძლებლობა ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, აი ამ კომუნიკაციით, მაგრამ კომუნიკაცია არ არის მარტო ვერბალური, ეს არის ნაბიჯები. ადამიანებმა უნდა ვიგრძნოთ ჩვენ, რომ ჩვენ ნორმალურად ვართ და პირველ რიგში ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ დაფასებულები, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ეს ქვეყანა ვართ ჩვენ, ხო? აბა ქვეყანა რა არის? გეოგრაფიული მდებარეობა და ფიზიკური რაღაცეები არ არის შენობები და მთები და ეს არის ნაწილი. თვითონ აი ეს ემოცია საიდანაც უნდა შეიქმნას ეს არის ქმედებები და ამ ქმედებებს ხო ადამიანები განახორციელებენ ის ხალხი ვინც აქ ჩამოდის ნებისმიერი სტატუსით რასაც ემსახურება ქვეყნის ბრენდინგი იმ ადამიანებს ეს ხო უნდა იგრძნონ და ვისგან იგრძნობენ ხა იმის რა ქვია ყაზბეგი ხო არ დაელაპარაკება მთა ამ ხალხს
ხო? ან ჩვენი ზღვა, რავი, ტალღების იმითი, რა ქვია, სხვადასხვა ტონალობით ხო არ გააგობიეს. ხო, ეხა ეგ თუ უნდა მოხდეს, ამათ კიდე სათქმელი რა აქვს კაცმა არის, შეიძლება ჯობია რომ ხო, ნუ არ მოხდეს. სუდია რომ ესეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს. ხო, ძალიან მარტივი ამბებია რა. თუნდაც ბრენდის როგორც ქვეყნის გაძლიერება. იცით რა არის, ეხა რო არ გავართულოთ რა, ბრენდინგი არის, რო გააკეთო არჩევანი, ვინ ხარ, რა ხარ, რას აკეთებ, ვისთვის აკეთებ, როგორ აკეთებ რა და ამ გზით იარო, დისციპლინაა ეს რა, ხვდებით? თანმიმდევრულობის დისციპლინა ორი მხრივი მნიშვნელობით. დისციპლინა და დისციპლინა როგორც რაღაც დოქტრინა ალბათ, ხო? ხო, არა, დისციპლინა, აი ყოველდღიური დისციპლინა რა. ამას ვიძახი რა, რომ იცი რა, თანმიმდევრულად აშენებ, აკეთებ იმ შენ საქმეს და ამ ქვეყანას მით უმეტეს ესე უნდა, ხო, რომ რაღაცა შენი ადგილი დაიკავო, იმიტომ რომ ძალიან გაფართოვდა შესაძლებლობები რა და შეიძლება რა ვიცი, ზღვის არ მქონე ქვეყანამ შეიძლება ისეთ რაღაცაში გაგიწიოს კონკურენცია წყალთან დაკავშირებით, რომ რავი, ახლა ყველაფერი ხდება რა და ხო უნდა ჩამოვყალიბდეთ ვინა ვართ, სადა ვართ. ხო და ეგ არის რომ ვერ ვიყენებთ აი ამ უამრავ შესაძლებლობას, ან იყენებს ძალიან მცირე პროცენტით სანამ აი გვაქვს ისეთი, ასე ვთქვათ, არეულ-დარეული მდგომარეობა პოლიტიკურ-სოციალური, როგორიც გვაქვს რა. კი ბატონო. მაშინ მოდი გკითხავ ხშირად როგორც მიიჩნევენ, როგორც გონიათ ხოლმე ბრენდს აიგივებენ მხოლოდ და მხოლოდ ლოგოსთან, ხო, რაღაც ვიზუალურ გამოხატვასთან. სად გადის ზღვარი აი ამ ვიზუალური იდენტობასა და შემდეგ უკვე რეალურ ბიზნეს სტრატეგიასთან? სად იწყება ოცნება და სად თორდება? ძალიან დიდი ზღვარი გადის, აი შოთიკოს რაც ძალიან მეამაყება და მიხარია, პირველი ქართული წიგნი დაწერა მან ბრენდინგზე. და იქ უწერია რა, ამ წიგნში უწერია, რომ როგორც საცივი ვერ იქნება მარტო ნიგოზიო, ხო? აი ზუსტად ეგრეა რა. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტიაო რა, ხო? ლოგო არის ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი, მაგრამ ეს ლოგო მნიშვნელოვანი ხდება მას შემდეგ, როდესაც არსებობს ბრენდის შინაარსი. ეს შინაარსი ცნობილია ადამიანებისთვის, არსებობს კრიტიკული მასა ადამიანებისა, რომელიც ერთნაირად ფიქრობს ბრენდთან დაკავშირებით, რომ ეს არის ასეთი და მერე ხდება აი ამ ვიზუალური ელემენტით ამ ბრენდის დამახსოვრება და აღქმა. ისევე როგორც თქვენ რო გაგიცნობენ ადამიანები, თქვენი ვიზუალით გიმახსოვრებენ, ხო? აი ეს არის. თორემ მარტო ვიზუალი რო არაფერს არ ნიშნავს, ხო? ეხა ეს ვიცით, ხო, გადასარევად, არა? ხო, ეს მონაცემები და გურულის არ იყო, სულ ეს მახსენდება, რო ეტყვიან, რომ რა ბიჭი ყავსო, შვილი 2 მეტრიანიო, ამ სიმპათიურ კიო, რადგინდაო ხეს მოგლიჯავს და საწეიღოს არ იცისო, ხო? ესე უპასუხებს, ხო? და ბევრი გვინახავს წერალი, ფილოსოფოსი, რომელსაც უთქვამს, რომ ვიზუალი და მეტი არაფერი ეს არის არაფერი, ხო? და ეს ფუტლი არის, ასე რო ვთქვათ რა, ის არის. ხო და ეს არის ფუტლი არის რა და მე ამას ვეძახი საკუბოვეთ გამოწყობას რა, იმიტომ რომ ადამიანები თუ ასე ვთქვათ ბრენდინგის ფარგლებში იმაზე ზრუნავენ, ლოგო როგორი აქვს და რაღაცა, კი ბატონო, გამოეწყობი რაღაცას დახატავ თუნდაც ლამას, მაგრამ იმ დახატვასაც სტრატეგიიდან გამოსვლა უნდა და რატო არის რომ ეს ლოგოები რაღაც კარგ გაკეთებულ ბრენდებში კონკრეტული ფორმისა და ფერის და რაღაც, იმიტომ რომ მისი სტრატეგიიდან და ვინაობიდან გამომდინარე, ხო? ისევე როგორც ჩვენი ვინაობიდან გამომდინარე, ვიცვებთ, ვიხურავთ, აქსესუარებს ხმარობთ, ხო? და როცა არ გვიხდება, გვეტყობა, ხო, რომ არ გვიხდება. აი ზუსტად ეგეთი ამბავია. ანუ ვიზუალი, სახელი და ეს ყველაფერი შესაფუთი მასალა რა. ეს არის იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩვენ დაგვიმახსოვრონ და შემდეგ ესეც არის მუდმივი კომუნიკაცია, რომ გამოგხედავს, გცნობს, რომ შენახარ. ეს ბრენდი ვერანაირად ვერ იქნება, რა, ვერ სლოგანი და ვერ სახელი ცალკე და ვერაფერი. ბრენდი არის შინაარსი, ანუ კონკრეტული ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც შენ მოქმედებ, შენ სიტყვას საქმეს ამთხვევ და შენზე ყალიბდება კონკრეტული რეპუტაცია. რეპუტაცია ძალიან განსხვავდება იმიჯისგან. ესეც მინდა რომ ვთქვა, იმიჯი არის, როდესაც ადამიანი შორიდან გაკვირდება და ექმნება შთაბეჭდილება. აი, როდესაც უშუალო კონტაქტში შემოვა, გამოცდილება, ბრენდთან ურთიერთობის გამოცდილებას ვეძახით რა ამას. ერთხელ, ორჯერ, 100ჯერ, 1000ჯერ, ხო? და დარწმუნდება, რომ შენ ყოველთვის თანმიმდევრული ხარ, მე ეს უკვე არის რეპუტაცია. რეპუტაცია არის ნდობა და ხანდახან არის თვალდახუჭული ნდობა რა, შენს მიმართ.
აი ზოგჯერ ადამიანი არც კი განიხილავს ალტერნატივებს, შეიძლება სადმე უფრო იაფი იყოს, შეიძლება უკეთესიც იყოს რამე, მაგრამ შენ თუ კარგი ბრენდი ხარ, ნორმალური, ისეთი შეკრული, ჩამოყალიბებული, ხო? ადამიანების ტვინი ძალიან გადატვირთულია 21 საუკუნეში, კიდე დამატებით რაღაცა ოფციების ძებნისთვის დრო არა აქვს. და ამიტომ ასე ვთქვათ, ევრისტიკული ქმედება ესე ეძახიან ფსიქოლოგიური ავტომატურ რეჟიმში იმას შვები. ალაგ-ალაგ კი გადაგამოწმებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ეგ ნდობა. და შეიძლება ძალიან ბევრ დეტალებში ვერ ერკვეოდეს რა. ეხლა სულ მომყავს მაგალითი ინტელის რა. აზზე არა ვარ დღემდე ინტელი რას აკეთებდა კომპიუტერში შიგნით. მაგრამ ინტელ ინსაიდ, ანუ შიგნით და აუ და იმდენი მქონდა მოსმენილი, რომ ეს კარგად მუშაობს, ისა, всё, ვიცი რომ რაღაცა, ინტელი თუ აქვს, ხო, ყიდულობ. ხო, აი დაახლოებით ეგეთი ამბავია. და ბრენდი არის იდეაში ადამიანებისთვის ცხოვრების გამმარტივებელი არსება, მოვლენა, ფენომენი. ანუ ძალიან მარტივად რო გითხრათ, კონკრეტული საჭიროება რო დაგიდგება, გეგულება ეს ბრენდი და იცი რომ მიხვალ დაგხვდება ზუსტად ისეთი როგორიც იყოს, შენ პრობლემას გადაჭრის. ორჩა. რებრენდინგი რა რისკებს შეიცავს რა? აი ამის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ კონკრეტული, თუნდაც ქართული ან თუნდაც უცხოური არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც რებრენდინგი გაკეთდა, განხორციელდა, მაგრამ არასწორად და შესაბამისად ამას მოჰყვა უარყოფითი შედეგები, ხო, თუნდაც მომხმარებლის ნდობის დაკარგვა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ რებრენდინგი საერთოდ არ არის ვიზუალური განახლება. საერთოდ არ არის, ხაზგასმით ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ვიზუალური განახლება არის რესტაილინგი, მოდი ესე ვთქვათ. რებრენდინგი არის ბრენდის შინაარსობრივი განახლება, ანუ საქციელი ცვლილება. ჭეშმარიტი რებრენდინგი ეს არის. ანუ, როდესაც რაღაც პრობლემა გაქვს, ვიზუალური განახლება შენ არ გიშველის, იმიტომ რომ ეს პრობლემა ვიზუალში არ არის ხოლმე, ეს პრობლემა არის ბრენდის საქციელში. ან პროდუქტი არ უარგა, ან სერვისი არ უარგა, ან მოიკოჭლებს რაღაცა, ან არასწორად აკეთებს კომუნიკაციას და ასე შემდეგ, რა. უამრავი ძალიან დიდი მაგარი ბრენდი არსებობს, რომელსაც და ესე დღევანდელი სპეციალისტის და ვთქვათ, იმის გადმოსახედიდან რო შეაფასო, დიდი ვერაფერი ლოგო ვერა აქვს და ასე შემდეგ რა, მაგრამ იმხელა რეპუტაცია აქვს მისი საქციელის გამო, რომ რა ვიცი. ზუსტად იგივეა, ხო, ეხა ადამიანი ყველა ხო რაღაცა ისეთი სიმპათიური არ არის, მაგრამ ამ ხალხს რეპუტაციაც აქვს, სიყვარულიც აქვს, პატივისცემა აქვს თავის ვინაობის გამო, ხო? და მე ვინაობიდან გამომდინარე, მისი ქცევიდან გამომდინარე, ის მისი ყველაფერი დანარჩენი მისაღებია და გადასარევია, ხო მართალია? ზუსტად ეგეთივე ამბავია ბრენდი. ანუ ვთქვათ, რომ რებრენდინგი არ არის ისა, რა ქვია, ვიზუალური განახლება, ეს რესტაილინგი. რებრენდინგს ზოგჯერ მოყვება ვიზუალური განახლება და ზოგჯერ არ მოყვება, რა. უბრალოდ შიგნით ხდება პრობლემის გადაწყვეტა, რა. ზოგჯერ მოყვება ვიზუალური განახლება, ეს ძირითადად თუ მოყვა ამას, შეიძლება იყოს, რომ რაღაც თანამედროვეობასთან ასე ვთქვათ, მოხვიდე უნისონში და ეს არის ხოლმე ძირითადად ევოლუციური და არა რევოლუციური, ანუ იხვეწება ვიზუალი და რადიკალურად არიცვლება და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მომხმარებელს დამახსოვრებული რო ყავხარ რადიკალურად რო უცვლი რაღაცას უკვე იბნევა რა, ხო? ამიტომ ამის გაკეთება როდის რანაირად რაღაცა ის. სხვადასხვა შემთხვევებია რებრენდინგის. ერთი არის რომ შიგნით პრობლემები გაქვს და ანუ ადამიანებთან და ამის დალაგება. მეორე არის რომ შეიძლება ორი კომპანია შეერწყა ერთმანეთს, ერთმა მეორე იყიდა. ან შეიძლება არსებულმა კომპანიამ გააფართოვა ან ცოტა იცვალა სეგმენტი საითმიდის როგორ რანაირად, ხო? შინაარსობრივი ცვლილებაა ყველა ვარიანტში რა, ხო? და დანარჩენი მე შეიძლება გადასარევი კომპანია იყო, არაფერი პრობლემა არ ქონდეს და გააკეთო ვიზუალური განახლება, თუნდაც იმისთვის, რომ თქვათ, იგივე თანამედროვეობასთან მოხვიდე იმაში. თუნდაც იმისთვის, რომ დაალაგო, ასე ვთქვათ, გრაფიკული ელემენტები, ვიზუალური და ასე შემდეგ. მოკლედ, დოჩანაშვილის გამონათქვამი მიყვარს ხშირად იმაშვება, რომ ისევ ის ბითური იქნები, რაც იყავი აქამდეო, ხო იცით და ეგ არის რა, ეხა შენ სახელი და გვარი რო შეიცვალო და პლასტიკური ოპერაცია გაიკეთო, ხო? ეხა რაც ხარ შიგნით ის იქნები ისევ, თუ ამაზე არ იმუშავე. ზუსტად იგივეა ბრენდის ამბავი და მიზეზები იმისა, თუ რატო უნდა გაკეთდეს. რებრენდინგი არის ძალიან მრავალფეროვანი რა, მაგრამ ძირითადი ეგ არის, რომ რაღაც იცვლება და ეს ცვლილება სწორად მიაწოდო ადამიანებს გარეთ და შიგნითაც, რა თქმა უნდა, თანამშრომლებს. ცვლილების მიმართ ხო მოხმარებელი როგორც წესი ცვლილების მიმართ მომხმარებელი მაინც არის გზნობიარე,
ხდება ხოლმე ხშირად ბევრ შემთხვევაშია რომ როდესაც ხდება ცვლილებები ცოტა გაყიდვები ქვემოთ მიდის იმიტომ რომ მომხმარებელი ცოტა პატარა დაბნეულობა არის აბა აქ რა ხდება როგორ და მე ნელ-ნელა ლაგდება ამიტომ რებრენდინგი მარტო თვითონ რებრენდინგის შიდა ამ პროცესის ინვესტიცია კი არ არის ასევე მე რომ გააგებიო ადამიანებს რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გააგებიო რა შეცვალე რატო შეცვალე რომ შენ ისევის ბიჭი ხარ ხუჭუჭა და ასე ვთქვათ ამბავი რა როგორც არის იმ სიმღერაში ხო უნდა გააგებინო და მე უკვე ხა არის წარუმატებელი რებრენდინგები არის ის რაც არის რესტაილინგები და რენეიმინგები ასე ვთქვათ სახელის გადარქმევა ვიზუალის შეცვლა მაგრამ დანარჩენის იგივეს დატოვება რა და ეს არანაირ შედეგს არ მოგიტანს წარუმატებელი რებრენდინგი არის როდესაც შენ თუნდაც ძალიან სწორად გააკეთო ყველაფერი ამას მოყვა ვიზუალური ცვლილება და არ უთხარი ადამიანებს რა არ გააგები არაფერი ხო ხვდებით ესეც შეიძლება პრობლემა იყოს მაგრამ თავი და თავი არის ის რომ რებრენდინგი არის ძალიან კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის, ასე ვთქვათ, განახლების გზა. უпростоრად კონკრეტული გადაწყვეტის გზა და არის კიდევ განახლების გზა. ეს ცალკე ამბავია. ჩვენ ქვეყანაში მაგალითად ძალიან ბევრ პროექტს ეძახიან რებრენდინგს და რეალურად ეს რებრენდინგი კი არ არის. პირველად სტრატეგიაზე მუშაობის პროცესია. მანამდე თავისით მოდიოდნენ შეიძლება თვითნაბადი ბრენდია. იყო ნამუშევარი ამაზე და თავის დროზე არ იყო ნამუშევარი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის არც მინუსი, არც ტრაგედია, მაშინ ეს ცოდნა შეიძლება არ იყო, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც თანმიმდევრული იყო იარა და მოვიდა აქამდე, მაგრამ მაშინ მარტო იყო, მერე ორი კონკურენტი ყავდა. ეხლა შეიძლება ცოტა გაიზარდა რაოდენობა, ხო? და შესაბამისად უნდა რა რომ რაღაც ჩამოყალიბდეს ასე ვთქვათ დაივარცხნოს მოწესრიგდეს ასე შემდეგ და ეს რებრენდინგი კი არ არის იდეაში ბრენდინგი არის რა რებრენდინგი ყოველთვის არის რაღაცის ცვლილება შინაარსობრივ ფუნდამენტალურ სიღრმისეულის კი ბატონო მაშინ ამასაც კითხავ ბრენდინგი არის ძვირი სიამოვნება და მხოლოდ აი რაღაც კორპორაციებისთვის უკვე გამდიდრებულებისთვის თუ აი ყველას შეუძლია ნებისმიერს თუნდაც იყოს საერთოდ პირველ საფეხურზე საწყის ეტაპზე შეიძლება ბავშვის განვითარებაში ჩადებული ფული იყოს ძვირი სიამოვნება არავითარ შემთხვევაში ხო მე ვერ აღვიქვავ ამას ეს არის აუცილებელი და ეს არ არის კორპორატიული და დიდი კორპორაციების ხვედრი ბრენდინგი პირველ რიგში სწორედ იმ ატარა ან დამწყები ან ახალი კომპანიებისთვისა, იმიტომ რომ ეს არის ბაზარზე ჭკვიანურად შესვლის ხელსაწყო. ხვდებით? რას ნიშნავს? ჩამოყალიბებული კორპორაციები როცა არიან ბაზარზე და შენ იგივე ინდუსტრიაში შედიხარ, რაიმე განსხვავებული თუ არ შეთავაზე ადამიანებს იმათ ვერ მოუგებ გამორიცხული, იმიტომ რომ შენ წინაშე იმათ აქვს ეგრეთ წოდებული კუმულატიური უპირატესობა, ერთ-ერთი კარგი სპეციალისტის წიგნის სათაურიდან მომივიდა ეს ინსპექტორი. კუმულატიური რას ნიშნავს? თუნდაც 5, 10, 20, 15, 25 წელია ბაზარზეა ტიპი. ხვდები? იმას ყველაფერი გავლილი აქვს, რაღაცა მისი და მისი ასე ვთქვათ, მოკიშპეთუ კონკურენტი კომპანიების ჩამოყალიბებულია ინდუსტრიაში თამაშის წესები და იგივე წესები თუ შეხვედი და ეთამაშები ვერ მოუგებ რა. ძალიან გაგიჭირდა. ამიტომ პატარა და ეს არ არის ძვირი სიამოვნება, რა ხა ის ელემენტარული ინვესტიცია, რაც უნდა განხორციელდეს, თუნდაც იმაში რომ დაჯდე, იფიქრო, მოიფიქრო, ექსპერიმენტი ჩაატარო პროდუქტის თუ მომსახურების, მერე შეფუთვის ინვესტიცია, ხო? ეს არის აუცილებელი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინვესტიცია, რა. ხვდები? და ბრენდინგი ეს პროცესი და ეს კომუნიკაციის პროცესი 100-ჯერ ძვირი დაგიждდება თუ არა ხარ ჩამოყალიბებული და არიცი ვინ ხარ ახლა როგორ და ედები ყველაფერს უამრავი ფული იხარჯება და მე საბოლოოდ ამას შედეგი არ მოაქვს რა. ოკეი. ფსიქოლოგიაც ვახსენეთ გავკარით კბილი და კი. მინდა ამაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასაუბრო თემა და საკითხი მგონია. რას გვატყუებენ ბრენდები ყველაზე ხშირად, რა? აი მაგალითად რა მანიპულაციებს იყენებენ. არსებობს რაღაც აი green washing-ს რასაც ეძახიან, ხო? მაგალითად ქართულად არ ვიცი როგორ არის, მაგრამ აი გარემოს დაცვის რაღაც საკითხებს როცა ჩაებღაუჭებიან, თუმცა რეალურად შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ მაინც და ეს იყო უბრალოდ შეფუთვისთვის და არა რეალურად ამას არ აკეთებდნენ. ან თუნდაც
აი დიდრული ბრენდები რაც არის, ხო? რა ტაქტიკებს იყენებენ, იმიტომ რომ ერთი და იგივე პროდუქტი შეიძლება ერთი და იგივე დაიხარჯოს რაღაც პროდუქტის დამზადებაზე. უბრალოდ ერთმა ბრენდმა ეს ბევრად უფრო იაფად გაყიდდეს და მეორე ბრენდი ამას ბევრად უფრო ძვირად ყიდდეს რა. იცი რა, ბრენდები რას გატყუებენ, უკვე ისეთი შეკითხვაა რა, თუ ბრენდია იდეაში არ გატყუებს. იმიტომ რომ ნახეთ, ცუდი ბრენდი, კაი ბრენდი, ანუ ბრენდია. ბრენდი არის ყველაფერი დადებითი. ანუ ეთიკა, კულტურა და ასე შემდეგ რა. უბრალოდ ილია ჭავჭავსის არ იყოს ძალიან ხშირად ვიმეორებ, კაცი ისე გაჭირდა ჩვენ ქვეყანაში, კაცურის დამატება დაჭირდაო ეგ ამბავია თორე. ბრენდი უკვე ნიშნავს, რომ რაღაცეები დადე შენ და ხარ ბრენდი. თუ არა და მანამდე პროდუქტი და მომსახურება. ესე უხეშად არ ვიტყოდი რომ გატყუებს, მაგრამ კარგი მცოდნე ადამიანები ბრენდის მართვის და სპეციალისტები რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურ ხერხებს იყენებენ რომ მიიქციონ ყურადღება, თქვათ რაღაცა ერთ-ერთი აი უცებ რაც მახსენდება არის რომ აი გაყიდულია, გადახაზული როა რაღაცების ასე ვთქვათ, დაუჩქარეს ეფექტს, urgency effects ინგლისურად ეგრეა, არიქაჩქარა თავდებას ეფექტს იმაშება, ხო, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ადამიანმა. უბრალოდ ეს არის ცოტა გაყიდვებზე მიმართული კომუნიკაცია. და დანარჩენს მე ერთ სიტყვაში მოვაქცევ რა, მე მაქვს ესეთი ტერმინი რა, ბრენდის ნაღდობა. ანუ ბრენდი თუ ნაღდი არ არის, ხო, რას გატყუებს ეგრევე მიხვდები რა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან დაიწვება, 21 საუკუნეა, არაფერი არ იმალება, ყველანაირი ხერხები და მეთოდები არსებობს. ანუ ადრე ბრენდები იყვნენ მონოლოგში და ეხლა დიალოგში არიან, ეტყვი, დათაგავ, რასაც გინდა იმას იზამდა. თუ ის ნაღდი არ არის და რაღაცა იმისთვის იმის რომ აი ეს ვითომ რაღაცა ეკოლოგიური რაღაცები გავაკეთე იმისთვის აკეთებ, ეგეც გამოჩნდება რა. ვთქვი და ეგენი უკვე ბრენდები აღარ არიან ჩემი აზრით. თუმცა აი მაგას რო თავი დავანებოთ, აი Marlboro-ს მაგალითი ხო არის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია, როგორ შექმნა რაღაც იდენტობა მასკულინური. თავიდან მასკულინური იდენტობა შექმნა. ქალების სიგარეტად იდენტიფიცირდებოდა Marlboro, ხო? იცი რა, ეგ ამბავი არ მახსენდება, მაგრამ Marlboro-მ შექმნა მასკულინური კულტურა, კი, რეალურად დავასრულებ ბოდიში აი სისუსტეები თუ არ ვიცი რა, როგორც insecurities რა, უფრო კარგი ქართული ზუსტი შესატყვისი არ ვიცი როგორ არის. ამას იყენებენ ბრენდები იმისთვის, ანუ ქმნიან რაღაც იმას სურათს მაგალითად მამაკაცებისთვის როგორც Marlboro ქნა ისეთის, როგორც მათ სურდათ რო ყოფილიყვნენ და შემდეგ რეალურად პროდუქტს კი არ ყიდდა მხოლოდ, აი ამ ამას ყიდის, ბრენდია ეგ. პროდუქტი ყოველთვის მომყოლია. ვთქვით? ბრენდი ყიდის ემოციას, აი ამ რაღაცას. ვთქვით? ან იმიჯია ეს, აი იმიჯი ამ შემთხვევაში რაღაც აი იდენტობას ყიდის რა. იმიტომ ადამიანი თავის თავს ხო აიდენტიფიცირებს კონკრეტულ ბრენდთან რა, რომელი რას აწვება, იმის მიხედვით ეუბნება რომ აი შენ მე მომეწონე და მე შენ მოყვები რა. ვიღაცა მიყვება Nike-ს, ვიღაცა მიყვება Adidas, ვიღაცა ირჩევს Mercedes, ვიღაცა ირჩევს BMW-ს ან Audi-ს, ხო მართალია რა. ვიღაცა ირჩევს Skajus Bars, ვიღაცა ირჩევს იმას რა ქვია, Luca Polares რა. ხვდები რაღაცეების გამო. ეს სუ ემოციური ამბებია, იმიტომ რომ ადამიანს საბოლოო ჯამში არჩევანისთვის რჩება ემოცია. აი ამ პირობებში რა, ხვდებით? ხო და ამიტომ ესეთი ამბავია, რომ კი, მაგრამ ერთ რამესაც ვიტყვი, სიგარეტის ბიზნესს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა თავის დროზე. ბევრი ტყუილები ილაპარაკეს, აი არსებობს პოსტერი თუ მოძებნით, რომ ექიმები ქემელს ეწევიან. ადრე იყო ეს ამბავი. მაგრამ აი გადასარევი რატო იყო ექიმებთან ისა რა, მაგარიაო რა, დაჟე ექიმებიც კი ქემელს ეწევიან, მაგრამ აი არსებობს სერიალი Mad Men, სადაც ეგ პრობლემა დაუდგა ინდუსტრიას, რომ ხალხმა თქვა, რომ ხო არ უბერავთ. ვიღაცამ თქვა ეს ამბავი და ბევრი ამბები და მეორე არის წიგნი მარკ შაფერის Marketing Rebellion, მარკეტინგული აჯანყება ესე ქვია და იქ არის ძალიან კარგად ეტაპები მოცემული რა. რომ თავიდან რას ლაპარაკობდნენ, როგორ ყველაფერი დაიხვეწა, ხო ხა, მთიანი ანგელოზი არავინ არ არის და ასე ვთქვათ, სიგარეტის ბრენდებიც ძალიან მაგრად უბერავდნენ იმას, რომ არის. ეხლა რატო აიგზალა, იმიტომ რომ მეტია ინფორმაცია, აზე მოვედით რაღაცა, ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა. ეს სადღაც ალბათ 50-იან წლებში იყო, ხო? სადაც როდესაც ხო, 50-იან სამომერ. ხო, იმის მე რაღაცები იცვლე. კაცისთვის ალბათ კიდე უფრო სენსიტიური ის იყო რა, საკითხი. რა თქმა უნდა, ხო და არის, რა თქმა უნდა, რომ კომპანია ბრენდმაც კი შეიძლება მიზანმიმართულად მოგატყუოს, მაგრამ დღეს ამის გაკეთება, რა ვიცი ხა, სიკვდილის ტოლფასია ეგრევე და არის რომ უბრალოდ უცოდინრობის გამო შეიძლება მოხდეს ასე რა. ეხლა მე რო რაგბის ვთამაშობდი მახსოვს გადასარევად მეუნებოდნენ რომ ბევრი წყალი არ დალიო რაღაცა მე ვერ ირბენ რაღაცეები და დღეს
პირიქით დავაი მიდი აბა ჩაისხი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სპორტსმენს წყალი ჭირდება, გაუწყლოვანება რაღაც. რაღაცები იცვლება რაღაც. მიზანმიმართული ტყუილი ეს უკვე სხვა ამბავია რა, მით უმეტეს თუ ადამიანის ჯანმრთელობას და იმას ეხება და ახლა სხვა რაღაცეებიც რა, მაგრამ ეს განსაკუთრებით გზნობიარე თემა არის რა. ამიტომ რა ვიცი, ჩემი აზრით თუ კომპანია იტყუება, ის ბრენდი ვეღარ არის რა. ერთი არა, ხო, ტყუილი შეიძლება არ დავარქვათ, მაგრამ ერთი მაგალითი იყო კიდე ერთი. არა, ტყუილი არ და მოდი რო არ დავაბნიოთ ადამიანები. ტყუილი ერთია, მაგრამ ფსიქოლოგიის კარგი ცოდნიდან გამომდინარე სწორად კომუნიკაციის წარმოება ეს მეორეა. ხო, არ ვიცი ადამიანის ტვინი ისე მოაქციო, რომ რამდენად ეთიკურია არ არის ეგ მეორე საკითხი ალბათ, მაგრამ ერთი მაგალითი იყო კიდე ესეთი, რომ რომელიღაც ბრენდმა ქალების იმას ამზადებდა რა, საცვლებს თუ რაღაცაგეც და ეგეთი სლოგანი ქონდა, რომ ყველა ლამაზ ქალს აცვია ჩვენი საცვალი, ამით გააჩინეს ისა რაღაცა თუ გინდა ლამაზი იყო თუ რაღაც ეგეთი ალბათ მე. ხო, არ ვიცი, ახლა მე ოთარამიშვილის სიმღერა თუ მიაყოლეს, რომ ყველა ხალი ხომ ლამაზი არის თავისებურად, გადასარავი სლოგანია, ანუ ბრენდი იძახის, რომ ჩემთვის ყველა ხართ ლამაზი. ხა იგივე Nike ამბობს, რომ if you have a body you are an athlete, ანუ შენ თუ ტანი გაქვს, ჩემთვის ატლეტი ხარ უკვე რა. ატლეტი ინგლისურ ენაში ნიშნავს სპორტსმენს რა. აი ესე არიძახ ატლეტს კაკრას მაგას ეძახიან. ეგ გამოდის რომ უკვე ან ფოკუს ჯგუფში ყველას აქცევდა არა რაღაც კონკრეტულ ჯგუფს. ყველას არა, მაგრამ ნუ ეხა ეს if you have a body you are an athlete, შენ თუ ტანი გაქვს, ჩემთვის ხარ ატლეტი და გეუბნება რომ უბრალოდ გააკეთე, just do it რა. ახლა რა თქმა უნდა ყველასთვის ეს არ არის, მაგრამ ნუ არის რა, ის ფოკუსირებული, მაგრამ Nike ერთ-ერთი ის ბრენდია, რომელიც ბევრ დიდ სეგმენტს ფარავს რა და ძალიან ვიწრო იმასე არ არის. ხო და ეს რაც შეეხება ხა იმ ქალების იმან რა გააკეთა რაღაცეები, ხა ეს უკვე ძალიან თითეული кейსები არის, რომელიც შეიძლება არაეთიკური იყოს რა. ანუ ფსიქოლოგიური, მოდი ესე ვთქვათ, გავლენის მოხდენის ხერხებს როგორ იყენებ, ეგეც ეთიკის საკითხი არის, რა თქმა უნდა. იცი რის კითხვა მინდა და მე დამავიწყდა. რაგბს თამაშობდი დიდხანს როგორც ვიცი და რაგბში შენი პერსონალური ბრენდი ბოლომდე რატომ ვერ შედგა როგორ ფიქრობ? იმიტომ ვერ შედგა, რომ გავაკეთე ქართველი, რასაც ქვია, მე ეს რო ვეძახი, ვიზარმაცე, არ იმას ვქენი. იმ წარმატების მერე რაც იყო ჩემთვის, რომ მე მოვხდი 19 წლამდელების ეროვნულ ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონატი ვითამაშე, იმის მერე ჩამოვედი და ჩავთვალე, რომ მეტი აღარ იყო საჭირო, ასე ვთქვათ, მაგარი ვიყავი და ამიტომ. და ეს მაგალითი ძალიან კარგი მაგალითი და გაკვეთილი იყო ჩემთვის დანარჩენ საქმიანობაში. რა პოზიციაზე დღეს სულ მახსენდება. პირველი ხაზის მოთამაშე ვიყავ. შერკინებაში. შერკინების პირველი ხაზი, ბურჯი ან კვაჭი, ქართულად როგორც იტყვიან, ანუ აი ეს აუც ვინც აგდებს, ხუკერი ინგლისურად ეგრეა. და მოდი ქართულ რაგბზეც მელაპარაკე, აბა ცოტა. ქართულ რაგბზე რა როგორც ბრენდზე. ქართული რაგბი როგორც ბრენდი, მინდა გითხრათ, რომ სპორტულ ბრენდებს შორის ერთი პერიოდი ალბათ ყველაზე წარმატებული იყო. ეს იყო ის 8 წელი, თქვათ, მოდი ესე ვთქვათ, როდესაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო გიან იჟარაძე, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ძალიან სერიოზულად მუშაობდით ამ საკითხებზე, რისის შესაძლებლობაც იყო. ქართულ რაგბის გაუჩნდა ემოცია, ჯერ ეს ერთი დაემთხვა ბევრი რაღაცა. იმ მომენტისთვის ფაქტობრივად რაგბი ჩვენ თამაში ხო დაახლოებით კოლექტიურ სპორტებს შორის რაგბი იყო ყველაზე წარმატებული, თითქმის ერთადერთი იყო, ვისაც ეს გამარჯვების შეგრძნება მოქონდა ქართველი გულშემატკივრისთვის და პლუს ამას დაემთხვა ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, აი ეს რაგბი ჩვენ თამაშია, ეს რაღაც ემოციური ამბავი. სხვა არ იყო ადვილი ამ სლოგანის დანერგვა. მე ეს როგორც სტრატეგიის სათაურად წარვადგინე, მართალია გითხრათ, რომ ესე იგი იყო საუბარი საიდან გამოვედი, რომ რაგბი ჯდება ჩვენ ხასიათში, მებრძოლი რაღაცა ჩვენ მთელ ცხოვრება ვიბრძოდით. ამიტომ ესე იგი რაგბი არის ჩვენი თამაში. და ოღონდ ამ სიტყვებს თავი მე ვერ მოუყარე, შევხვდი სტატიას შემთხვევით, რომელიც იყო ლევან ღვინიანიძის და სათაური ქონდა რაგბი ჩვენი თამაშია რა. და დაუკავშირდი, არ ვიცნობდი, რომ ეს სლოგანი იქნება მომცემეთქი, რომ რაგბისთვის მინდა თქო და კი ბატონო, მითხრა, ოღონდ სადაც შენ სასიტყვის, იქ ჩემიც თქვიო და ამიტომ ვამბობ, რომ მისი სიტყვები უბრალოდ მე და თქვათ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ უკვე დავნერგეთ ეს როგორც სლოგანი. მაგრამ ეს იყო სლოგანის და სტრატეგიის სათაურის, თუ შენი თამაშია რაგბი, უკან ისე უნდა დაალაგო როგორც ყველა ბრენდის, რომ მართლა შენი თამაში გახდეს. უბრალოდ ამას დღემდე ყავს ისე ცოტა დაცინვით აღნიშნული ადამიანები, რომ აბა ზელანდიის თამაში რაღა არის, ხო ხდები და ძალიან კარგი სახელმძღვანელოა. ეხლა მე რო ვიყო ერთ პიროვნული ლიდერი რაგბის, ასე ვთქვათ, ადმინისტრირების,
ამას ისევ დავაყენებდი თავის ადგილას და ავაწყობდი ამ სისტემას იქვე. მაგრამ მერე ცოტა აი ამ 8 წლის მერე ცოტა განელდასავით ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ნომერ პირველი სპორტი ცოტა მოყოჩაღდა, ფეხბურთს გულისხმობ, გამოჩნდნენ ხიჩა კვარაცხელია და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს არის დიდი უპირატესობა აქვს და მაშინ კიდე უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ რაღაცა ვერ მოხერხდა. და იმედია რომ დაუბრუნდებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველა ატრიბუტი აქვს რა, ეს თავისი ცნობილი ფრთიანი ბორჯღალი, რომელიც არის ასე თქვათ ძალიან სერიოზული მნიშვნელობის მქონე ქართული კულტურისთვის, ხო ეს არის მუდმივი მოძრაობა და ასე შემდეგ. პლუს ამას ალბათ გახსოვთ ვაზის რტო უკან ბიჭების, ეს მოდის ლეგენდიდან, რომ ქართველი მეომარი რო წაიქცეოდა, აქ იმას იკერებდა ვაზის რტოს, რომ ჩემ ადგილას ვენახი ამოვა, ეს კიდე უფრო მაგარ თემაზე გაყავხარ, რაც ქვეყნის ბრენდინგის ამბავია, რომ შენ ხარ ღვინის და ვაზის ქვეყანა, თუნდაც სურო მოგონილი იყოს, ალბათ ასეც არის, მაგრამ ხო მაგარი ლეგენდაა და ყველა დიდ ბრენდს აქვს ეგეთი ლეგენდები და ამაში არაფერი ის არ არის. მერე იყო რაღაც ბრძოლაში ბედნიერები, რომ ჩვენ ვიბძვით და ბედნიერები ვართ ქვეყნისთვის რაღაცეები და მოკლედ ყველა ატრიბუტი აქვს რა. ეს უნიფორმებიც ალბათ დააკვირდებოდით, რომ შეცვლილია და თქვა წითელი თეთრიდან გადასულები ვართ მუქ ღვინის ფერზე. ეს ღვინისფერი იყო ჩემი ინიციატივა, პირდაპირ ვიტყვი, არ მომერიდება, იმიტომ რომ შინდისფერი არ მინდოდა თავიდან ინიციატივა იყო ესეთი, რომ ჩვენი ძველი დროშის ფერი ხო არ იყოს ეს შავი, თეთრი და შინდისფერი, მაგრამ იმდენად ნეგატიური და ცუდი ისენი მოაქვს მოგონებები, იმიტომ რომ მაგ დროს დავკარგეთ პირველად დამოუკიდებლობა, მე აქ რა უბედურებას დაგვემართა და რაღაცა და რაც არ უნდა შენი დროშა იყოს და რაც არ უნდა ის იყოს ნოსტალგიური თუ ნეგატივი მოაქვს ის არის და მე შევთავაზე რომ მოდი მთლათ ესე ნუ გავაკეთებ და მივაბათ რაღაც თემას და Team from Wine Country, ანუ გუნდი ღვინის ქვეყნიდან, ღვინის სამშობლოდან ეს გავაკეთეთ და თქვათ აი წითელი ღვინის ფერი იყოს, აი საფერავის ფერი კონკრეტულად, იმიტომ რომ საფერავი ძალიან უნიკალური ჯიშია მსოფლიოს მასშტაბით. გემრიელიც. ხო, რაღაცა ეს ამბები იყო რა, მაგრამ აი ამას თანმიმდევრულობა უნდა. შესაბამისად მე ცოტა მოდუნდა ყურადღება ამის მიმართ და შესაბამისად ეს ამბავი. მე თქვათ 2015 წელს ყავდა ალბათ პიკში ვიყავით საუკეთესო ფორმაციის ნაკრები, რომელმაც ძალიან დიდი შედეგი დადო მსოფლიოზე 2 თამაში მოიგო პირდაპირ გავიდა მეორე მსოფლიოზე. ეს იყო ამ წუთისთვის ლეგენდარული თაობა, ხო, მამუკა გორგოძე, დათო ზირაქიშვილი, ვიტო კოლილიშვილი, მაჩხანელი, ხო, მაჩხანელი, მეკო, აი ეს მთელი ნაკრები რა. მოკლედ მაგარი ბიჭები და მე ხა რა თქმა უნდა ეს ბიჭები შევიდნენ ასაკში, წამოვიდა ახალი თაობა და ახალი ნაკრების შენებლობა მიდის და თქვა ჯერ ისეთი შედეგები შეიძლება ვერ არის. მაგრამ პლუს ამას ძალიან ხელს გვიშლის თვითონ სოფლიო რაგბი, იმიტომ რომ რაღაც ჩაკეტილები ვყავართ რა. თუნდაც 8-ერში X-ერში არა და პლუს ხა 2030 წლამდე რაღაცა მაღალი თონის თამაშები ვერ მოგვიწევს და რაღაც, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენი უნდა გავაკეთოთ შიდა ჩემპიონატი გავაძლიეროთ. შიდა ჩემპიონატი შეფუთულია, მაგრამ კიდე უნდა წამოწევა და ასე შემდეგ. და რა ვიცი ხა თუ კი საშუალება იქნება, მე არც ძალას და არც ენერგიას დავიშურებ, იმიტომ რომ მე რაგბის დიდი ვალი მაქვს, რომელსაც ალბათ ვერც გადავიხდი, იმიტომ რომ ერთი როა ეს ხასიათის გამომუშავება, რაც მე მჭირდებოდა ესა ბრძოლისთვის და ცხოვრება ბრძოლა არის და ალბათ ამით არის საინტერესო. მეორე ის რომ ძალიან კარგი გაკვეთილი მივიღე იგივე რაგბისთვის, რაც ჩემთვის მუდმივად სანანებელი ხა აწი ვეღარ დავაბრუნ, მე რაგბს აწი ვეღარ ვითამაშებ, მაგრამ დანარჩენ ცხოვრებაში და ამ ხასიათიდან და აი ამ ვარჯიშის ცოდნიდან და ამ ფიზიკური სიძლიერიდან პირდაპირ ვიტყვი რომ მივიღე ის რომ მე გაუძელი ბრიტანეთში ძალიან ინტენსიურ MBA პროგრამას. წელიწადი და 2 თვიანი პროგრამა იყო, ეს იყო სრული, რა ვიცი, აი როგორ გითხრა, რა დილიდან საღამომდე რომ გავარჯიშებდნენ და აი ეგეთი დონის რაღაც უდიდესი დატვირთვა. რომელსაც ბევრმა ვერ გაუძლო რა, 50%-საც კი არ დაუმთავრებია ის კურსი, იმიტომ რომ ვერ გაუძლეს და მე ამან გამაძლებინა რა. ხანდახან მერჩივნა რომ მე ვარჯიშა, ესა გამომეყო ეს რაღაცა ჰორმონები, ბედნიერების თუ რაღაც, ვიდრე დამეძინა რა. ხა ჩემ თავს თავი დავანებოთ, საბოლოო ჯამში ვიტყვი რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შინაარსობრივად
და ატრიბუტების თვალსაზრისით ქართული რაგბი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, ფეხბურთზეც იმუშავეს. ვისურვებდი რომ კალათბურთზეც იგივე მომხდარ იყოს და იგივე მომხდარ იყოს წყალბურთზე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ წყალბურთი ძალიან უნიკალური სპორტია ჩვენთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთამაშეები ყავს. კი, ევროპაზე სტაბილურად თამაშობს, თუმცა აი წყალბურთის პელე არის ქართველი რა, პეტრე შვენიერაძე. ხვდები როგორც პელეს ახსენებენ იქ, ეს არის და ძალიან დიდი მოთამაშეები ყოლია, მაგრამ აი ცოტა ისეთი პატარა მასშტაბის სპორტი რო არის, ცოტა მისი ბრენდინგზე კიდე მეტად არის სამუშაო, იმიტომ რომ აუზია და 100,000-იან იმას ვერ გააკეთებ რა მაყურებლებს და იმას, მაგრამ დიდი ტრადიცია გვაქვს ძალიან წყალბურთის, მართლა ძალიან წარმატებული და ვისურვები რომ ყველა მიმუშაოს და რა თქმა უნდა ძიუდო ჭიდაობა და ასე შემდეგ, ეხა ძიუდო ჭიდაობა და ყველანაირი ძალისმიერი მოდის ჩვენი ფესვებიდან, ხო, ქართული ჭიდაობიდან და ესეც შესაფუთი და თანმიმდევრულად სამუშაოა. თანმიმდევრულობა სჭირდება ყველაფერს, თორე რა თქმა უნდა, ყველაფერს ჭირები ვართ ქართული. აი მაგალითად ძალიან მაგარი ის არის, მაგალითი кейსი ეგრეთ წოდებული ხორვატია როგორ იყენებს თავის სპორტს და სპორტსმენებს რა, ხვდებით? და ამაში ფული იდება, რომ ისინი მაქსიმალურად ბევრ სპორტში იყვნენ წარმატებულები, რომ მე ეს წაადგეს ქვეყნის ცნობადობას რა. ეხლა სადაც ჩვენ ბიჭებს მორაგბეებს მაგალითად ქალაქებში უთამაშიათ, ხო? იქ ყველა მიცის საქართველოს და ეს რამხელა დაზოგვა, იცით, საკომუნიკაციო ფული, ის ეხა. კი, არა, აი ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენა. ხო, ნუ ხვიჩამ საერთოდ სხვა მასშტაბზე გაიყვანა, იმიტომ რომ სხვა მასშტაბის სპორტის წარმომადგენელია და 1-2 აწია საქართველოს ცნობადობა. თუნდაც არ იყოს ფეხბურთი და იყოს, რა ვიცი, ჩოგბურთი იყოს ნოვაკ ჯოკოვიჩი მაგალითად. ხო, ყველას თავის კი ბატონო, ყველას თავის სფეროში რა, და ხა ფეხბურთელი ფეხბურთია, მოდი ესე ვთქვა. ფეხბურთია საერთოდ ძალიან ხო, მაგრამ მაგალითად ეხა ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ ამ მომენტისთვის იმ ხელაცნობადობა გქონოდა ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ფიჯიზე, ტონგა და ასე შემდეგ, აი იქით ცოტა ქვეყნებში რაგბის გარეშე. ხა იქ ყველა გვიცნობს, იმიტომ რომ ანგარის გასაწევი ძალა ვართ რა და ყველა სპორტი უნდა გამოიყენო და ყველა სპორტსმენი რომ აქციო შენი ქვეყნის ბრენდინგის ნაწილად რა. იგივე როგორც არგენტინა მაგალითად რა, რაგბიდან საიდან დაიწყეს, სად მივიდნენ და მთელი ამბებია რა და ესე ძალიან საინტერესო სფეროა, მაგრამ სპორტის და იმის ბრენდინგი კი არა, ჯერ ფუნდამენტებში გვაქვს ძალიან დიდი გარღვევა. კი. კაი, მოდი ერთ-ორს მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხოთ და მე შეგვიძლია უკვე დავასრულოთ. აი ბრენდების გავლენაზე ველაპარაკეთ. აი სოციალური სიკითხვა მინდა მაგამდე მივალ. სოციალურ მოძრაობები როგორი ბრენდება, ეგ სხვა საკითხია და მეორეა სოციალურ მოძრაობებში რა მნიშვნელობა და როლი აქვს ბრენდებს და აი ქართულ მაგალითზე რო ავიღოთ, აი ბოლოს როდესაც ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა რომ ასე ვთქვათ შეაჩეროს პროცესი გაწევრების ბრენდებმა გამოხატეს საკუთარი პოზიცია, ხო? რა როლი აქვს და რა როლი უნდა გქონდეთ? ამასაც მოკლედ რო შევეხოთ ბრენდებს აი ამ სოციალურ იცით რა აქვს ძალიან დიდი როლი და გავლენა, თუ მათ ყავთ დიდი არმია ლოიალური მომხმარებლების, ვინც მას მიყვებიან. თუმცა ერთ-ერთი წესი ასევე აი წესად არის, რომ აი ბრენდი არ უნდა შეეხოს რელიგიას, პოლიტიკას, ასე შემდეგ, მაგრამ ეს ცოტა ძველი წესი არის და დღეს ალბათ რაღაცა სოციალური პოზიცია უნდა დაიჭირო და ეს კონკრეტული ბრენდის არჩევანია. ბრენდის რა იმ ადამიანების, ვინც ამ ბრენდის უკან დგას. აქ ჩანს ხოლმე ბრენდი მართლა ნაღდი არ არის ნაღდი, რის მიხედვით როგორ რეაგირებს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა აქ ამას მნიშვნელობა თვითონ ბრენდისთვისაც და თვითონ იმ ბრენდის მომხმარებლებისას და ხშირად არის ხოლმე რომ ამ პროტესტს გამოუცხადებენ თქვათ ან პირიქით რომ მაყოფილები არიან ის ადამიანები რომ აი ამათმაც ასე თქვათ ეს იმას ქნეს და არჩევანია ზოგიერთ მოძრაობას თვითონ ბრენდების ქმნიან ხო და რა თქმა უნდა თვითონ მოძრაობა ბრენდები ძალიან მაგრებია მოძრაობა და როგორ თქვა სოციალური მოვლენა ბრენდები ხა წითელი ჯვარი და ნახევარ მთვარე არის ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ბრენდი WWF-ი ხო ეს პანდას ლოგო რო აქვს ძალიან ისაა Amnesty International სერიოზული ბრენდები არიან აი ბავშვობაში რაღაც რო დამინახავს ეგრევე ჩარტში წვინში არის ჩაბეჭდილი იმის შემდეგ კი მწვანეთა მოძრაობა ასე ვთქვათ ეს არის და ბევრია რა ესეთი რომელიც იმართება და ამას ცალკე მიმართულება აქვს, ასე არა მომგებიანი კომპანიების ბრენდინგი, მე მაქვს წაკითხული ამის შესახებ ცალკე ლექცია ასეთი ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით სხვათა შორის, სადაც შენყიდი price, ანუ სიამაყეს და ამას მაინც მონეტიზაცია აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა არა მომგებიანი non-profits რო ეძახიან ორგანიზაცია
ასევე იბძვის იმისთვის, რომ მან დააგენერიროს თანხა, ოღონდ იმისთვის კი არა, რომ მოგება ქონდეს, არამედ ის საქმე გააკეთოს, რისი გაკეთებაც უნდა. წითელ ჯვარს და ნახევარ მთვარეს აი ძალიან მაგარი გამომყენებელია ბრენდინგის და ეს რატო უნდა? იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს თუ მოუნდება და გაახსენდება რომ ვინმეს დაეხმაროს, ეს აღიქვას როგორც ყველაზე სანდო ორგანიზაცია, სადაც ფულს ჩარიცხავს. და სანაცვლოდ ეს ჩვენ რას ვყიდულობთ? ჩვენ ვყიდულობთ თვითკმაყოფილებას, აი ეს ეგოისტურად, პირდაპირ ვიძახი, რომ ჩვენ აი ამ პროცესის მონაწილეები ვართ რა, რომ აი აქ გვაქვს წილი მიგვიწვის. და ამიტომ აკეთებენ კომერციული ბრენდები სოციალურ პროექტებს, რომ აი დამატებითი საფუძველი მოგცენ სიამაყის განცდის. ერთ-ერთი პრინციპი ბრენდის მართვის არის, რომ მიეცი ადამიანს სიამაყის განცდა. ან იმითი ვინ შენ ხარ, ხო? აი მაგალითად მე არ ვიცი, მე ჰარვარდი მაქვს დამთავრებული. ხო? ადამიანი რო იძახის, ის დამატებითი რაღაცა არის რა, ხო? და ან აი ბრენდი, რომელიც აი ხე თავიდან ბოლომდე მოძრაობა ბრენდი არ არის, რა ქვია იმას? აი მე ექსტრემალური იმის ტანსაცმელის და იმის ბრენდი როა დამავიწყდა. პატაგონია მაგალითად. პატაგონია ზუსტად. ის თავი მოძრაობა ბრენდია რა, რომელიც იძახის, რომ აბა ესე იმას უბთხილდები, და თავიდან ბოლომდე ეგ ამბავია რა. ხო, ამაზე აქცენტის გაკეთება იმიტომ მინდოდა, რომ გაითავისონ ქართულმა ბრენდებმა რამხელა გავლენა ხო, მოდი, კონდეთ. ნუ გავართულებთ კიდევ ერთხელ და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხო? ეს არის ყველაფერი ძალიან ჭკვიანური მოქმედება რა, რომელსაც ჭირდება სტრატეგია რა, რომ თქვა რას აკეთებ, როგორ აკეთებ, მე რამდენჯერ ვიმეორებ უკვე რა და ვისთვის აკეთებ, რანაირად აკეთებ და როგორ უნდა დააგენერირო მონეტიზაცია. ეს იქნება თანხობრივი გავლენის თუ ასე შემდეგ. ეხლა ბრენდები არსებობდნენ, ბრენდინგის დისციპლინა ძალიან ახალგაზრდაა, როგორც ასეთი. აი 1970 წლიდან აი უკვე რაღაცა დაიწყო რა. მანამდე ხო მარკეტინგი იყო, ის იყო ბრენდინგი როგორც ასეთი სტრატეგია და ასე შემდეგ რა. მაგრამ მანამდე არსებობდა ქრისტიანობა, მუსულმანობა, ბუდიზმი, ხო? ებრაული სარწმუნოება, ეს ყველაფერი ძალიან მაგარი ბრენდებია რა. ნურავინ ურჩამისთვის კრეხელობაში, მაგრამ ეს ხალხი არის ეს მაგაზეც ვისაუბრეთ. ისა არის ხო შოთასთან თუ ისაუბრეთ, შოთა ჩემზე კარგად ისაუბრეთ. კი ბატონო, მოდი აი უამრავი თვითნაბადი წარსულიდან ბრენდია. გადავიდეთ მომავალში რა. კი ბატონო, რაღაცა რელიგიების საწყისები ბრენდინგის და ასე შემდეგ. კი. აი დღეს რაღაც თავის ყველაფრით. დღეს ისეთ ეპოქაში შევდივართ, მე მგონია რომ დიდი რაღაც საერთოდ სხვა ეპოქაში შევდივართ ნელა ტექნოლოგიურ რაღაც sci-fi, სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში აღმოჩნდებით, მალე რამდენი წელიწადი ზუსტად ეხა არავინ არ იცის, მაგრამ ეგრე იქნება. აი დღეს უკვე ბევრი ცვლილება არის, ხო, რაღაც ვირტუალური რეალობა, უკვე 3D რაღაც შოურუმებს აკეთებს Balenciaga და Nike-ს რაღაც 3D მაღაზია აქვს და ასე შემდეგ. AI პერსონალიზაცია, ასე შემდეგ, ბევრი რაღაცა არის, ხო? რა ხდება საერთოდ ამ უბრალოდ როგორ წარმოგიდგენია შენ ბრენდინგის მომავალი რა? ძალიან მაგრად იცვლება, ბოლომდე ვერც წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს, პირდაპირ გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ფაქტია, რომ შეიცვალა, დრო დამოკლდა, ჩვენ რო ვამბობ ძელვადაში, ადრე გძელიwada იყო 10-15 წლის წინ რაღაცებს ფიქრობდნენ და გეგმავდნენ რა, ხო ხდები და მიყვებოდნენ ამას თანმიმდევრულად და დიდად არაფერი არ გაწუხებდა რა, ალაგ-ალაგ რაღაცებს დააკორექტირებდი და ეხა ძალიან შემცირდა ეს ამბავი და ამიტომ რაც უფრო მეტად დადგება ეს დრო, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ბრენდინგის ეს შინაარსობრივი ნაწილი, იდენტობა, ანუ რა გაგების ხალხია ეს ბრენდი რა, რომ ამის მიხედვით მე მიიღო ყოველდღიური სწრაფი გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ იმდენი და იმ სისწრაფის გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, რომ მაგრად შეიძლება აიჭრე თუ შენი იდენტობა კარგად არ გაქვს განსაზღვრული რა, როგორც ბრენდის, როგორც ადამიანის. რაზე აწერ ხელს, რაზე არ აწერ ხელს, ხვდებით? აი ეს რო შეიცვლება ფაქტია, ხა თუ ვიღაცა მე მთხოვს რომ ალექს ერთი 3 წლიანი გეგმა დაგვიწერე, აი რავი, ტყუილი იქნება, ვიტყვი რომ არ დაგიწერთ, იმიტომ რომ კაც მარიც რა. თავარია ეს შინაარსი და იდენტობა განსაზღვროთ კარგად რომ ვინა ვართ რა. და მზად ვიყოთ ძალიან ბევრი ცვლილებების და კორექტირებებისთვის, მაგრამ აი ამ იდენტობიდან გამომდინარე, რომ სახე არ დაკარგოს ბრენდმა რა და დანარჩენი რა, როგორ რა მეთოდები შემოვა კიდე და რა ხელსაწყოები, აი ეგ არ ვიცი. ეგ რო ვიცოდე, ძალიან კაი. აი მოდი დავასრულოთ მაშინ, ოღონდ სანამ დავასრულებთ, ვინც ახლა იწყებს, ან ვისაც სჭირდება ერთი ოქროს წესი შენგან, რა იქნებოდა, რომ აი რაღაც საკუთარი ბრენდის შექმნის პროცესში არ დაიკარგოს.
ყველა სჭირდება, ესე ვიტყვი და ერთი ოქროს წესი არის ის ამ ბოლო დროს ამაზე დავედი, რომ უპირველეს ყოვლისა თვითონ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბრენდინგი, საქმის კეთება, ბრენდის შენება დადის ადამიანის გონებამდე, ჩვენ ვინაობამდე, როგორებიც ვართ ჩვენ, ისეთივეა ჩვენი საქმე. ამიტომ საკუთარ თავში ჩამოყალიბდნენ უპირველეს ყოვლისა და იმუშაონ, თქვათ, იმ მავნე ან ცოტა დამაზიანებელ უნარებზე თუ ჩვევებზე თუ ხასიათის შტრიხებზე, რაც მათ შეიძლება ქონდეთ და ხელი შეუშალოთ რა. რაც დაეხმარება მათ, რომ არ იყვნენ სუსტრაფები, მოითმინონ, კარგად მოემზადონ და ისე შევიდნენ იმ ბრძოლაში, სადაც შედიან. კი ბატონო, შვენიერი. დიდი მადლობა ალექს მოსვლისთვის ჩვენთან საუბრისთვის დროის დათმობისთვის. დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურებდით, მალე დაგიბრუნდებით ახალი ეპიზოდით, თუმცა სანამ დაგიბრუნდებით, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი. დაალაიქოთ და დაგვიწეროთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, თუნდაც ამ ეპიზოდზე, ან სხვა ეპიზოდებზე არ აქვს მნიშვნელობა. მადლობა, ნახვამდის.